მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი დავით ხარაიძე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აი უცნაურ მოვლენებზე, რომელიც ამ აქციების კვალდაკვალ ვითარდება რუსთაველის გამზირზე. კუბოს დაწვა, შემდეგ ერთგვარი კულინარიაც კი ჩართეს კუბოს სახით, ესეც კი დაწვეს. მივარდნა სასულიერო პირებთან ძახილი იმის, რომ სად არის საპატრიარქო, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვათ, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც შეკრებილია მოქალაქეები, აქ ფრიალებს LGBT დროშა. ევროკავშირთან და შეერთებული შტატების დროშების გვერდით მთავარი ადგილი უჭირავს LGBT-თობას და როცა სვავენ კითხვას სად არის საპატრიარქო, ალბათ ცოტა რთული ამ კითხვაზე პასუხისგაცემა, მარტივი ამ კითხვაზე პასუხისგაცემა. საპატრიარქო ვერ იქნება იქ, სადაც არის ესე ვთქვათ LGBT დროშა მთავარი, ესე ვთქვათ, რა თქმა, რა საკურველია. მოგესალმებით ბატონ დათო, მადლობას გიხდით ბატონ დავით და მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისათვის. ბატონ დავით, თქვენთან მინდა დავიწყო საუბარი ასეთი კითხვით, წინ ევროპისკენ. ეს არის ლოზუნგი, რატომაც ჩვენ ვხედავთ ამ პროცესებს რუსთაველზე, მაგრამ მთავარი აქცენტი გადატანილი არის ცეცხლზე. ყველაფერს წაუკიდონ, პარლამენტს წაუკიდეს, პოლიციის თანამშრომლებს წაუკიდეს, მოიტანეს კუბო, მაცხოვრის გამოსახულებით. ამაზეც დავა ამბობენ, რომ ეს არ არის მაცხოვარი. მაგრამ კითხვა ჩდება, რატომ იყო ეს კუბო მაინც სავალდებულო, რომ ჩინეთიდან არ ჩამოიტანათ, როდესაც ყოველფეხის ნაბიჯზე საქართველოში არის დამბრძალავი ბიურო. და მარტივად შეიძლება და გაცილებით იაფად იყიდათ, დაუშვათ თუ რაღაც პერფორმანსი უნდათ და ეთქვით, რა ხდება ბატონ დავით, ვინ არის დღეს გამოსული? წინა პლანზე წამოიწია ლესბოსელებმა, მერე იყო ერთსქესიანები არიან იქ ძირითადად წამოსულები წინა პლანზე. მერე იყო წამოდგენილი LGBT+, ასევე ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი მესმის მე, მაგრამ იქ ძალიან ბევრი სხვა ადამიანებიც არიან თითქოს, რომელსაც გულწრფელად ჯერა, რომ გაყავდა არჩევნები, მაგრამ წინა პლანზე აი ეს ჯგუფი არის წამოსული. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც აკვირდებით და მონაწილეობთ კიდევაც ოჯახის სიწმინდის დაცვის და ყველა ამ პროცესში მონაწილეობთ 17 მაისზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ქართველებისთვის და რაღაცა ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში, ხო, LGBT-მ და ეს ორი კვირაა ჩვენ ხედავთ, რომ მოიკიდეს ფეხი, კი არა, მიყავთ, ესე ვთქვათ, დღის წესრიგი. ვინ დგას დღეს რუსთაველზე და რა ხდება? მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ყველას მივესალმოთ. მშვიდობა მთავარია, ეს არის ჩვენი საწყისი. იმიტომ რომ მშვიდობა არის ღმერთი, ღმერთის სიტყვებია ქრისტეს. მე მშვიდი ვარ და თვინიერია. აიღეთ თქვენი უღელი და მოვყევით. ესე იგი, სადაც ღმერთია, იქ არის მშვიდობა. სადაც ომი და დავიდარება ხდება, იქ ხალხმა ღმერთი მიატოვა. მოდი დავარქვათ. უკრაინა ამის მაგალითია. კი, უკრაინა და რუსეთი ამის მაგალითია. უცებრო ვთქვათ იქ პასუხი, აი რა მოხდა. ჯერ ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, ხო? გაგლიჯეს რუსული ეკლესია, იქ ცალკე უკრაინელებმა თქვეს, ჩვენი ეკლესია უნდა გქონდეს, შეებრძოლეს მოსკოვის საპატრიარქოს, ჯერ ეს სულიერი სიმშვიდე დაანგრიეს და მერე ჩაერთნენ ზვათაკლე ლომში. აი ეს მიმდევრობა ყოველთვის ესე ხდება, ჯერ სული ტყდება, მერე ხორცი მეყვება იმას თავისი ბნებებით. ეხლა ჩვენსაც დაუმრუნდეთ და დავარქვათ ამას სახელი. დავცინოთ თან. რა დროს შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ანუ ღმერთისკენ მიმავალმა კაცმა დაცინოს სხვა ადამიანს. ამისთვის ჩვენ უნდა ავიღოთ ბიბლია, გადავშალოთ, მოვძებნოთ ილია წინასწარმეტყველი და გავიხსენოთ ის მომენტი, როცა შეეჯიბრა ჩხიბავებს, კუდიანებს, მაშინდელ კუდიანებს, რომ საკურთხეველზე დავდოთ ესაო და ვინც ლოცვითად ჩამოვა ცეცხლიო, ის იქნება, მისი ღმერთი იქნება მართალიო და დაიძენე ჩხიბავები, როცა ყვირიან და ეს დაცინო და ილია, ხომ ახლა დაუძახეთო, ძინავს თქვენ ღმერთს ალბათო. აი როცა ეშმაკს ემსახურება ადამიანი, ეშმაკის მსახურება შეიძლება მართლმადიდებელმა ადამიანმა დაცინო, ნებადართულია ჩვენი სანუკვარი წიგნიდან ბიბლიიდან. თვითონ ილიამ კიდევ წინასწარმეტყველმა უთხრა წყალიც დაასხით ახლა მაგას მე არ თქვა თუ ჯიბიდან მოუგილეო რაღაცა ესე ჩუმად წყალი დაასხმევია და იმოცა და ჩამოვიდა ცეცხლი და მოხდა
მოსახდენი. აი ეს არის ამიტომ ჩვენ ამის საფუძველზე, ბიბლიის საფუძველზე მე დავცინებ. ასევე არიან LGBT რევოლუციონერები. ახლა რევოლუციონერი ყოველთვის პირველი რევოლუციონერი იყო სატანა, ამიტომ ყველა რევოლუციონერი თავისთავად სატანის მსახურია. უწმინდურის სატანის მსახურია. რევოლუცია ბევრი მომხდარა სამყაროში და ეს ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები ისტორიულად, მაგრამ LGBT რევოლუცია ჯერ არასდროს მომხდარა. ამიტომ ვერც ესენი ვერაფერს გახდებიან. ბოლოს საბოლოო პასუხი რო ვთქვა. რატომ LGBT რევოლუცია შეიძლება მოსახლე მაყურებელს ახლა გაუჩნდეს? ძალიან საინტერესოდ წაიყვანეთ ეხლა თქვენ საუბარი LGBT რევოლუცია. რატომ LGBT ბატონ დავით? LGBT რევოლუცია რატომ? დიახ, იმიტომ ყველა კითხვაზე მინდა რომ მინდო ჩვენ მაინც რელიგიურ რატო დავარქვით ახლა LGBT რევოლუციონერები ამათ? ვინ არიან ის ხალხი უფრო იქნება LGBT აქტივისტი რევოლუციონერები, აი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ ზოგიერთი შეიძლება თვითონ იყოს LGBT, მაგრამ დანარჩენები მხარდამჭერები არიან. რატომ ვამბობთ ამას? აი შევხედოთ, ვინები მოხდნენ ჩვენ დღევანდელ პარლამენტში. ყველაზე მეტი ხმა მიიღო ამ სწორედ LGBT აქტივისტებმა, ხო? ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციონერებს შორის. ნუ ქართული ოცნება ცალკეა, დანარჩენი აი ოპოზიციურ 4 პარტიის შემცველობაზე და შემადგენლობაზე ლაპარაკობ. ყველაზე მეტი ხმა მიიღო LGBT აქტივისტებმა, რომლებიც არ მალავენ, ხარს უჭერენ, აგიტაციას ეწევიან ყოველნაირად. მეორე ადგილზე დადგნენ ფაშისტები, მესამე ადგილზე დადგნენ მევახშე უკვე დღეს მევახშეები, რომლებსაც რეკეტიორი მევახშეები, რომლებსაც დღეს უკვე საპატივცემლო სახელი ბანკირი დაარქვეს, მაგრამ მაინც რეკეტიორები არიან, რეკეტი იმიტომ რომ მაგათი მეშვეობით აი ეს ფაშისტები, როცა ძალაუფლებაში იყვნენ, სწორედ ვინც ხელმძღვანელობს იმაკის მეშვეობით წარცხოვდნენ ხალხს. ჯერ ციხეში შეაგდებდნენ. მე მყავს მეგობარი, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარა გზა. ჯერ ხო წაართოს ყველაფერი. მე ვალი ააღებიეს კრედიტი კიდევ სწორედ იმ ბანკებიდან და ისე გამოაგდეს გარეთ. ანუ თუ კი სადმე რამე გაქვს დამალული, აი ამ ვალის დაფარვაში წაგივა ეს ყველაფერი და ვალი ააღებიეს, ის ფული თვითონ წაიღეს და ასე შემდეგ. ეს აპრობირებული მეთოდი იყო სააკაკის მმართველობის პერიოდში. ამიტომ ამას ქვია რეკეტიორი მევახშეები. და ბოლოს აღიარებული მოღალატე, ხო? აღიარებული მოღალატე, რომელმაც ქვეყანას უღალატა. თქვენ ალბათ სალომე ზურაბიშვილს გულისხმობთ. არა. ეს ზურაბიშვილი განსაკუთრებული ის არის. ეს მეთაურია ყველაფერი ამისა. არა, აი იმას ჩვენი პრემიერ-მინისტრი რო იყო, რა ქვია? გიორგი გახარია. ოჰო, სწორედ, ბოდიშვილი ხო, ვერ დავიმახსოვრე. ჩემი მეგობარი არ არის. აი მაგ გიორგი ახარია, რომელიც აღიარებული მოღალატეა, პრემიერ-მინისტრი დღევანდელი ამბობს, რომ ნუ კაც მოღალატეა, კაცი მოღალატეა და ისედაც ჩვენ უამრავი ინფორმაციები მოვდის სხვადასხვა მხრიდან, ამერიკელების მხრიდანაც, მე პირადად რუსების მხრიდანაც. როცა ამერიკელები აშევებენ, რუსები მიყვებიან ამბებს, როცა რუსები აშევებენ, ამერიკელები მიყვებიან და ეჭვარენ ბევრი მოდის. რაღაცები ვიცით. აი ეს ადამიანები, მაგრამ სათავეში ამას ჩაუდგა სწორედ ეს LGBT აქტივისტები, პირველი ადგილი რო აიღეს ოპოზიციონერებს შორის. ეხლა როგორ არის ისე რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ბიბლიას, ხო? რა არის ჩვენი საფუძველი? ბიბლია, რომელიც შედგება საწინასწარმეტყველო წიგნებისგან, სალმონისგან, ბატონო, ძველი აღთქმისგან, რასაც ქვია და ახალი აღთქმაც. აი ძველ აღთქმაში ერთ-ერთ სალმონში ესე წერია, რომ ქურდი ქურდს ეძებსო, გარყვნილი გარყვნილს ეძებსო, აი ისინი ერთმანეთს ეძებებიან. ეხლა მე და თქვენ ხო არ მივდივართ და ხო არ ვდგებით იმ LGBT აქტივისტების გვერდით. ვინც დადგება, ისეთივე არის, იმისი გამზიარებელია. ან თვითონ არის ფიზიკურად და სულიერად ისეთი, ან და გამზიარებელია, თანახმარია, მის შემგვებელი. ქართული ანდაზარვა გვაქვს, ხარი ხართან დააბია, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. აი იმათი მომავალი, ვინც იქ დგას დღესა. აი ეს არის. LGBT აქტივისტებიდან მე შეიძლება გადაიზარდო თვითონ LGBT არსებებში. ამიტომ აი ამის საფუძველზე მე ამათ უძახი LGBT აქტივისტ რევოლუციონერებს. მოგეწონათ ჩემი ახსნა? თუ კიდე ძალიან მომეწონა და საინტერესო ისიც არის ბატონ დავით, რომ ეს ლიდერები, რომელზეც ახლა თქვენი საუბრეთ, ხო, ჩამოთვალეთ 10 და 4 ოპოზიციური ლიდერი, ისინი არ ჩანან
ამოფარებულები არიან, ამათ ზურგს უკან მოქმედებენ და რეალურად ჩვენ ხო ვიცით რომ ესენი არიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ გეი მემორანდუმს. და შექმნილი აქვთ ეს გეი მემორანდუმი. რაც შეეხება ბატონ დავით აი ესე ვთქვათ პროცესების იმ ნაწილს სცენარები, რომელიც არის წარმოდგენილი. დავიწყოთ ცეცხლით. ცეცხლი რისი სიმბოლო არის, თქვენ ჩემზე კარგად იცით ამის განმარტება. ცეცხლით დაიწყო საქართველოში ეს რევოლუციური პროცესები, შემდეგ მოყვა ამას სხვა პროცესები, რომელსაც ასევე მინდა რომ შევეხოთ რასაკვირველია. აი, რატომ გაკეთდა აქცენტი თავდაპირველად ცეცხლზე, ხანძარზე და წაკითხებზე? როგორ თავთა არის იცით ახლა თქვენი გადაცემა არის პოლიტიკის საათი თავთა ქარჩავასთან ერთად ლამაზი სახელი ქვია. მე ჩემთვის ცხოვრება ორი ნაწილისგან შედგება. ახლა ეს პოლიტიკაში იძულებით არის, მაგრამ მისტიკური ნაწილი უფრო ძირითადია, ღმერთის სიყვარული და მსახურება. რა თქმა უნდა. ყველა ქრისტიანისთვის ეს თავარი და მნიშვნელოვანია. მე ყველაზე მეტად გული იმიტომ მტკივა ბატონ დავით და მე ამაზე თქვენ განაცმიდა პასუხი, რომ აი ეს განსაცდელი ღვთისმშობის დღესასწაულზე მოგვევლინა აი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ჩვენ უნდა ვზეიმოვდეთ შობას და ამ დროს ხედავთ ამ ხელა განსაცდელს და ხელმკრეხელობას იქ, სადაც არის ქაშვეთის ტაძარი. წინა ჯერზედაც ეგრე არ გააკეთეს, ავდგომის წინა დღეებში მთელი ერთი თვე ყაყანებდნენ ქუჩაში. კი. შეხვდნენ. ღმერთს ებრძოდნენ და ხალხს ერთდროულად. ნუ ღმერთის და ხალხის ერთდროული ბრძოლა შეუძლებელია. ვერანუ ვერ იგებს. სატანაც ესე შეებრძოლა ღმერთს და ხალხსაც და ამიტომ დაეცა. და ამ დაცემული ყოფილი მთავარანგელოზის, რომელსაც ერქვა სატანა ელი, აი ქართულად ანგელოზის სახელები როგორ არის? მიქა ელი. ორი ნაწილისგან შედგება სახელი მიქა და ელი. ელი ღმერთს ნიშნავს, ხო? ებრაულად ელი საბაქთანი ქრისტეს ბოლო სიტყვები იყო. ნუ მიქა მერეს გაბრი ელი ღმერთისა, ასევე იყო სატანა ელი. მაგრამ რო დავარდა უძახით სატანას და ვაფრთხებთ, მარცხენა მხარეს ვიფრთხებით ხოლმე თუ ეშმაკს ვიძახით. ნუ ყოველ შემთხვევაში იმერეთში ასე იციან. მე მგონი ყველგან ეგრე არის. სხვათა შორის, რატომ ვიყვარს ჩვენ ქართველებს ერთმანეთს რო ვეხვევით ხოლმე, გადავკოცნით. კიდე გაგართოთ ცოტა ხანი. აი წარმოიდგინე როგორ არის ჩვენთან ცოდნა რომ მარჯვენა მხარეზე ღმერთის ანგელოზი გვაზის. ნუ დგას ჩვენთან და მიგმართავს და პატრონობს და მარცხენა მხარეზე დაცემული ანგელოზი ეშმაკი გვაზის და იწევს ჩვენ შეცდომებს და ჩაქუჩულებს რომ აგე დაუშვით შეცდომები და წიგში იწევს რომ მე წაგვიყენოს განკითხვის დღეს რომ დავდგებით უფლის წინაშე. მჟავრი წაგვიყენოს, ამან ეს დააშავა არ მოინანია, ეს დააშავა არ მოინანია. ჩვენ რო ვეხვევით ერთმანეთს აი ახლა რო გადავეხვიოთ ესე მე პირდაპირ გაცხოვ, ჩემი მარჯვენა მხარე აღმოჩნდება იმის მარცხენა მხარესთან, ხო? ანუ ჩემი ღმერთის ანგელოზი იმის ეშმაკს ჩასხებს ბათრახს თავში. იმის ანგელოზი ღმერთისა კიდე იმის მარჯვენა მხარეც ხო მოვაჩებ მარცხენა მხარესთან. ჩემ ეშმაკს ჩასხებს თავში. ამიტომ ჩვენ გვიყვარს ეს რომ გადავეხვევით ქრისტიანები, სამჯერ ვიცით ხოლმე გადახვევა საერთოდ ქრისტიანული სახელით და მამისა და ძისა და სულთა წმინდისა. აი ეს გასართობი ნაწილი. რომ არ დაგვიმძიმდეს ეს, ამიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები, ჩვენ ვიმარჯვებთ ყოველთვის, ჩვენ ვესაუბრებით ღმერთთან, მოლაპარაკებულები ვართ, ამიტომ უწმინდურის მსახურები, უწმინდურის სატანის მსახურები ვერ დაგვიძლებენ და ამიტომ უნდა ვიფხიარულოთ კიდეს. რაც არ უნდა არეულობა და ძიმე სიტუაცია მოგვახვიან თავზე, ჩვენ ეს სიხარული რაც ღმერთმა მოგვანიჭა, რომ თავისუფლები ხართ თუ ადამიანებო და თავისი სისხლით გამოგვისყიდა, ჩვენ ეს სიხარული არ უნდა დავყაროთ. ამიტომ ვიფხიარულოთ თან შიგადაშიგ. კი ბატონო. მაგნატის რატო აკეთებენ? ეს იმათი ქცევის წესი არის. რომ კახური ანეკდოტი როა ყავისფერი უნდა ვიყო და პრაზნიკი უნდა ჩაგისვაროთო, აი ისი აკეთებენ, რომ ჩვენი დღესასწაულია, იმათთვის ეს არის სატანჯველი, ამიტომ თავიანთ ტანჯვას ესე გამოხატავენ. ცეცხლის რატომ ანთებენ ცეცხლს, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი როგორი ვიცით ჩვენ, ცეცხლიანი ვიცით, ხო? ცეცხლის კუპში ზიან და ცეცხლი უკიდიათ. რას იძახიან სატანისტები, იცით, აი ზოგიერთებს შევხვედრილ ვარ.
რუსეთში სხვათა შორის საქართველოს სატანისტები არ მინახია. სატანისტები ვინ არიან? ის კი არის საწოდები აქ რომ დადიან და ყეფენ ქუჩაში, ვინც რიტუალებს უტარებს სატანას. ისინი მაღალი რანგის სატანისტები არიან. აი მაგალითად ჩვენ თუ გახსოვთ კიპრიანე და იუსტინია, წმინდანები რომ იყო. წმინდა კიპრიანე იმის ცხოვრებაში აღწერილია, რომ წმინდა კიპრიანეს პირდაპირ სატანა ელაპარაკებოდა, პირდაპირ. იმ ხელად წინ ყავდა დაყენებული, რომ ისეთი ძლიერი ჯადოქარი იყო კიპრიანე, ამიდებს სვლიდა, ახალს ავატყოფებდა, ქვეყნების ცხოვრების წესს სვლიდა, ისედაც ძლიერი იყო, რომ გაგზავნიდა თავის ეშმაკებს. აი ესეთი წესი აქვს. ესენი კიდე სული, ამიტომ სატანისტები, ამ უფრო ვთქვათ, ერთი სატანისტი ხა მეტი არ მინახე მართალი რომ გითხრათ, რომელიც ამბობდა, რომ თქვენ ვერამე გადარჩებით. არგუმენტი ქონდა ესეთი. ყველა ჯოჯოხეთში მოხვდებით, ყველა. ნუ ყველა ჯოჯოხეთში მოხვდებით და ცოდვები ბევრი გვაქვს, ის გატყუებთ თქვენ ღმერთი. ხო და ამიტომ ჯოჯოხეთში შენ კი არ მაიჟდე კუპრის და ცეცხლი შენ კი არ მოგეკიდე, შენ უნდა მიაყარო ის ცეცხლი მოუგიდო. სატანასთან უნდა მოარწყო საქმე და არა ღმერთთან გეშლებათ. ნუ ვითამხმობდა სინამდვილეში ეგრევე. მაგრამ ესა მათი იდეოლოგიაც ეს არის, რომ ეს არის მათი იდეოლოგია, ხო? ამიტომ იწყებენ ცეცხლის გაჩენით და ვითომ რიტუალურად სინამდვილეში ახლა ისინი ცდილობდნენ ეს იყო შეტევა. ერთადერთი რაც დააკლდათ ამათ იარაღის გამოყენება. სასასრული იარაღის გამოყენება რეალური. დანები შეამჩნიეს გადაღებულია კადრები, როგორც დანები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. ანუ ამაზე დადზათ იყვნენ კლირობაზე. იმ იარაღებით რაც მაგათმა გამოიყენეს მაშხალები ქვია თუ რაღაც ჯანდაბარი, ეხლა ესეთი ზიანი ვერ მიაყენეს, თუმცა ჩვენ ვიცით რომ დააზარალეს მაინც. ძალიან ბევრი და მათ შორის ქიმიური კოქტეილებით და რაღაცებით, აი საზღვრებებით. ეს უკვე მე ამას ვუყურებ. ნუ არა მისტიკურად რომ აი ჯოჯოხეთი და რაღაც ჯოჯოხეთის მოწყობა მოგვინდომეს. როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს რომელიც უნდა დაისაჯოს. აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. მე იმედი მაქვს რომ ჩვენმა წავა ამაზე ხელისუფლება ბატონ დავით ამ გადაწყვეტილებაზე და როგორ ფიქრობთ რამდენად აუცილებელია თქვენი შეფასებით, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თითქოს აი თქვენც აკვირდებით ამ პროცესებს რომ თითქოს წახალისდა ეს ზალადობა, იმიტომ რომ არაერთი დაკითხვები იყო სახელმწიფო გადატრიალების თქვენ აღდგომის წინადღეების აქციები აღნიშნეთ და ნახეთ რომ იგივე ეს ერთი ლაზარეთი არ ხდებოდა ეს ყველაფერი, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაკავებული, ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და ნახეთ რომ ისევ თამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა მთავარი მოქმედი გმირები, რომლებიც დღეს ასევე ქმნიან ამ დღის წესრიგს. ხელისუფლების ვალდებულება აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე რამდენად არის რომ პასუხისგებაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ეს კონკრეტული ადამიანები და წავა თუ არა ამაზე ხელისუფლება. ამბობენ ადამიანები რომ თუ ამაზე ხელისუფლება არ წავა, ამას უფრო ძიმე შედეგები მოყვება უკვე 1 ან 2 წლის შემდეგ. თქვენ როგორ უყურებთ ამას? ძალიან მარტივად. ყველაფერს უნდა შეხება მარტივად. ხელისუფლება ეს ჩვენი ხელისუფლებაა, ხო? ჩვენ ვიშრომეთ ამაზე, ხო? ჩვენი ხელისუფლება მიცემული გვაქვს ხელში. ორი ხელი აქვს, ერთი ჯვარი და ერთი ხმალი დაიკავოს. და ჩვენ თუნდა გადავწყვიტოთ ეს წავიდეს ხელისუფლება ამაზე თუ არ წავიდეს. მე პირადად თუნდა აუცილებლად უნდა წავიდეს, დასაჯელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. რა ჭირდება ახლა ამ საქმეს? არსებობს რესურსი, ხო ჩვენ მარტო ხო ვარ სამყაროში. აი ნახეთ, რაებს ჩადიან ეს გლობალისტები. რა გაუკეთეს არაბეთის ქვეყნებს, რა გაუკეთეს საცადავ კადაფის, რომელიც ხელის გულზე ატარებდა ხალხი. მართლა კმაყოფაში ყავდა ეს გაველურებული უდაბნოში გავარდნილი არაბები, ჩამოიყვანა სხვანაირი ცხოვრების წესი ასწავლა, სახლებში ცხოვრება, რაღაც კულტურა შეიტანა. ევროპელი ექიმები ჩაუყვანა, რუსეთის და უკრაინის ექიმები ჩასული იყვნენ იქ წლების მანძილზე მუშაობდნენ საუკეთესო პირობები შექმნა მართლა საუკეთესო და ხალხს მართლა რეალურად უყვარდა. და რა გაუკეთეს? ეხლა აღარ აღწერთ ამას, ხო? ასაშინელი სიკვდილით მოაკვდინეს და ამას სათავეს შესაძლოა საფრანგეთის მაშინდელი მთავრობა ჩაუდგა სათავეში სარკოზი რო იყო. აი მან ითავა ეს საქმე. იგივე რა გაუკეთეს კუვეითი რა არის ირაყის სადამ ჰუსეინი. ხო, სადამ ჰუსეინს. რო კითხვა ამერიკელებს სიკვდილით დასჯა არ შეიძლებაო და აგერ რა გაუკეთეს? ჩამოახჩეს კაცი და თან რა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. იგივე რა გააკეთეს დღეს
სირიაში უცებ შეიყვანეს ერთ კვირაში მოაშთეს არჩეული პრეზიდენტი და გააქციეს ქვეყნიდან. ანუ იმ ხელა ძალა აქვს, მე რა მინდა მითქვა, რომ იმ ხელა ძალა რასაც უნდათ იმას აკეთებენ. და რატომ გონია რომ საქართველოში არ გამოუვათ? დიდ სწორედ მაგას ვამბობ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარკვეული რესურსის გარეშე ვიმოქმედოთ ისე ხელაღებით და რაღაც სასწაულების კეთება მოთხოვოთ ჩვენს მთავრობას. ჩვენთვის თავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის ხალხი. ეხლა ხუარის ხშირად უყვარს ხოლმე პატრიარქს, რომ ჟამი ესეთი დგას, ესეთი ჟამი მოვიდა, ჟამზე ლაპარაკობს. დროს კი არ ამბობს, ამბობს ჟამზე. ჟამი ეს არის დროის დიდი პერიოდი, დიდი სივრცე, გარკვეული მანძილი დროისა, სადაც არის ან ღმერთის მმართველობა, ან და ხალხი ცოდვის გამო ჩავარდებიან დიდ ცოდვაში და იწყებს კნიაზიო ამ ქვეყნის მმართველი, აი ქრისტემ რო დაარქვა, მე გავდივარო და ამ ქვეყნის მმართველი მოვა უწმინდურზე სატანაზე რო თქვა, იწყება იმის მმართველობა. აი დღევანდელ დღემდე ცოტა ხნის წინ დამთავრდა სწორედ ამ უწმინდურის მთავრობა, შეიცვალა მმართველობა, შეიცვალა ეს ჟამი. დღეს დადგა უკვე სახალხო ჟამი, ხალხის მმართველობის, ღმერთის მმართველობის ჟამში უნდა გადავიდეს მე ეს მმართველობა. ჩვენ ამაში ნელ-ნელა შევდივართ, გავთავისუფლდით იმ ფაშიზმისგან, რაც სააკაშვილის მმართველობამ ააწყო. გადავდივართ ახლა სახალხო მმართველობაზე, რაც მეტნაკლებად გამოგდის იმით, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემოს უცეცხლში ტრიალებს თელი სამყარო და აი კავკასიაშიც კი გონი იყო ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანსა და სასუნხეთს შორის მოხდა და ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, ეს ხო სასწაული არის. და კიდე არ ყოფნის, რა თქმა უნდა, გვეყოს ეს კარგი სასწაული, რასაც ღმერთი გვაჩვენებს. ვისწავლეთ ლოცვა, ღმერთთან საუბარი, ვისწავლეთ ჩვენი ცოდების მონანიება, ჩვენი სულიერად ავიზარდეთ. და ახლა კიდევ ვიდა ჩვენ სულიერ წისვლას დავაწიოთ ჩვენი ცხოვრების წესით. ამას ჩვენ ერთდროულად და უცებ ვერ შევძლებთ, ეს შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს, ჩვენი ცნობიერება უნდა შეიცვალოს, ნელ-ნელა ხალხის ცნობიერება იცვლება და ჩვენ ვერ წმევით ერთმანეთს. აი ნახეთ, გავიხსენოთ ჩვენ თავი ხარ, თქვენ ახალგაზრდები ხართ და იმდენად არ გახსოვთ ხოლმე. საბჭოთა კავშირის დროს, თუნდაც მერე, როგორი ისე დაცილებით და ზერელეთ ვექცეოდით მაგალითად მილიციელს, ძაღლს ვეძახოდით. დღეს ახლა არავის აზრად არ მოსდით თავში პოლიციელს ძაღლი დაუძახოს. მე არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში ან ახალგაზრდებში. ანუ ჩვენ უახლოვდებით ერთმანეთს. მაგრამ აი ეს ჯგუფი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, უმძიმე შეურაცხყოფას აყენებს ამ პოლიციას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ბოროტებით გამოხატავენ. ისინი არიან ძალაუფლებისთვის მებრძოლები. ისინი არიან უწმინდურის სატანის მსახურები, ამიტომ ებრძვიან ხალხს და ღმერთს ერთდროულად. წმინდა ძალაუფლების ხელში ჩადგება. ძალავის მოუგია. ხო, ვერ ღმერთს და ხალხს ერთდროულად ებრძვიან. შეუძლებელია ეს, იმიტომ რომ ღმერთის გამოცემულია. ამიტომ ეს ჩვენ უნდა შევათავსოთ რესურსი, შევიქმნათ რესურსი, ძალა მოვიკრიბოთ და იმის შემდეგ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები, რომ უფრო მეტი ცვლილება მოითხოვოს. რა მინდოდა ახლა დასკვნითი რომ თქვა? თქვენს დასმულ შეკითხვაზე, შენს დასმულ შეკითხვაზე. თქვენ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხო ისედაც ის მეგობრები ვართ, რასაკვირველია. მეგობრები ვართ და პირველი დღე არა. რა პასუხია ჩემი მხრიდან? ჩვენ ხალხმა უნდა დაუჭიროთ მთავრობას მხარი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასჯა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ. როგორც ისინი არიან პირშეკრულები და აი ძაღლებივით ერთად ყებენ და ერთად დარბიან, თუმცა ერთმანეთი ძულთ. ჩვენ ხო ვიყვარს ერთმანეთი, ხო და ამ სიყვარულით უნდა მოვითხოვოთ, რომ დასაჯელი უნდა დაისაჯოს. მოდი ახლა თუ როგორ მოვთხოვოთ ბატონ დავით, მე მინდა კუბოს ნაწილზეც მინდა გადავიდე აუცილებლად თქვენი განმარტება ამაზე მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი. როგორ მოვთხოვოთ ხალხმა, როდესაც სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერები ითხოვენ, რომ ჩვენ გამოვალთ, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას, ყოველთვის ხელისუფლება ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს გამორიცხულია, არ შეიძლება ეს გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას და ნახეთ ეს 14-ში იგივე ამ ნაძვისხრის ანთების დროს როგორ განვითარდა პროცესები, რა ქონდა ოპოზიციას ამ რადიკალურ ძალას დაგეგმილი და როგორ განუხდა მაშინ ხელისუფლებამ მხარდამჭერები გაიყვანა თავისუფლების მოედნიდან. როგორ მოვთხოვოთ საზოგადოებამ, ყველა ამბობს ამას, რომ აუცილებელია უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, ყველა იძახის, მაგრამ აი მოთხოვნის სახით ეს როგორ უნდა წარუდგინონ ხელისუფლებას, როგორ გესახებათ ეს გამოვიდეს ხალხი ქუჩაში თუ როგორ?
თუმცა ყველა ამბობს, ყველა თანხდება იმაზე, რომ დამნაშავებმა უნდა აგონ პასუხი. მათ შორის ის მე ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც კარგად ვიცნობ, მეგობარია ჩემი და მისი მეგობარი არის სპეცრაზმის თანამშრომელი, რომელსაც დამიზნებით ესროლეს ეს ეგრეთ წოდებული პილოტექნიკა და მოხდა ხელებზე. ორივე ხელი აქვს დამწვარი და აი იმ დღეს სისხლის დიოდა, ეს დამწვარი ხელით მას ფარი ხელიდან არ გაუგდია. აი თქვენ წარმოიდგინეთ ამის მიუხედავად ის იდგა იქ მედგრად, რომ აი ბოლოს უკვე გაითიშა ეს ადამიანი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მართლაც გმირებია რომ შეიძლება ეს პატივი არც და არ გიყვარდეს. რა თქმა უნდა ეს რომ მითხეს გავი. ჩვენ ვიცავდა ქვეყანას იცავს. რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონებს იცავენ, აი იმ კონფლიქტურ რეგიონებში არიან და წინა ხაზზე არიან ყოველთვის. აი მაგათ ქვიოთ ვაშკაცებო, ასეთ საქციელს ქვია ვაშკაცებო. და ამ ადამიანების მიმართ ასეთი ძალადობა როგორ უნდა მოვითხოვოთ ეს საზოგადოება? მაგ არ უნდა მოვითმინოთ, ესენი ჩვენი შვილები არიან. ამ ქვეყნის შვილები არიან ჩვენი პოლიციელები. რა თქმა უნდა. კიდაც იგივე უსაფრთხოების სამსახური, ყველა სამსახური, კიდაც იგივე შინაგანი ძალები, ჯარის ძალები, ეს ჩვენი შვილები არიან, იმათ სიყვარული უნდა გქონდეს. და გვაქვს კიდეც. ეს ქვეყანა ჩვენიცაა და იმათიც არის. პატივისცემა ის სიამოვნებს მათ. არ არის თუ პატივისცემა, უფრო მეტი უნდა მიცე. რომ გადის ყოველ დღე ოჯახიდან ის პოლიციელი, ის სიცოცხლეს რისკავს. ყოველი მისი გასვლა რისკია. ჩემი გასვლა ხო არ არის რისკი გასვლა, მე გავდივარ ჰარალეზე. ხან ჩუსტებით გავალ და ხან ფეხში შველი გავდივარ და ის ყოველთვის ფორმაში გადის. მეომარია და მზად არის თავი გაწიროს. აგერ ხო თქვი შვენიერი მაგალითი, ხო? აი ვაშკაცური გმირული მაგალითი, რომ კაც დამწვარი ხელებით ფარი არ გააღწია. მე არ მაქვს მისი სახელი და გვარის თავისი ადგილი დაიკავა, იმ თავის მეგობრებს არ უღალატა, რომ გაწეულიყო იმას შემდეგი სხვას მოხდებოდა. სხვათა შორის აფხაზეთიდან დევნილია და მისი მამა იქ აფხაზებმა დახვრიტეს ომის დროს. ერთმა ნათელში ამყოფას, ეს კიდევ ჩვენი ერთი დიდი უბედურება, ყველაზე დიდი ამ ბოლო პერიოდის, მათამგლელი ცოდვა. მოდი დაუბრუნდეთ ახლა ამ სხვათა შორის შპარგალკა მაქვს გამზადებული. თუ როგორ უნდა მოვთხოვოთ დაისაჯონ LGBT აქტივისტი რევოლუციონერები. დიახ. ავიღოთ ისევე ბიბლია, გადავშალოთ და ამოვიკითხოთ. ჩვენით მოვიგონებთ, ხო? საფუძველი ხომ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ საქციელს გქონდეს ეს გამარჯვება. ეს რამდენი გზა არსებობს? ეხლა ჩვენ ხო თქვით ეს არის და ამას შევთანხმდით, რომ ეს არიან უწმიდურის მსახურები. ამ ადამიანებს ამას შეპყრობილებს უძახიან. ხო? რუსულად აძერჟიმი, აი რომ შეუსახლდება ეშმაკის სულში, იგზებს რო იპოვის და აღაგზნებს და ასეთ საქციელებს, ჩაადენიებს, ამას ვქვით შეპყრობილები. ეხლა როგორ უნდა გამოდევნოს სახარებაში ხო წერია რომ ქრისტე გამოდევნიდა ხოლმე ეშმაკებს, მოციქულები გამოდევნიდნენ ეშმაკებს. მე ერთი მომენტია რომ ის ეკითხება, აი ვერ გამოვაგდეს შენმა მოწაფეებმა ამისგან, ჩემი შვილისგან და იქნება შენ გამოვაგდებო, იქნება შეძლო და გამოვაგდება. მე მოწაფეებმა კითხეს რომ ჩვენ რატო ვერ შევძელეს და ეს გვარიო გამოიდევნება ლოცვით და მარხვით. აი დღეს მარხვა არის, ხო, მარხვის დღეებია. წესით მე ჩვენად უნდა ვიყო, არ მეკუთვნის ლაპარაკი, მაგრამ ნუ არ ვეღო ამ ხრივ და საუბრობ, იმიტომ რომ ამას მეც ძალიან განვიცდი, ჩვენ მარხულობთ და გვიწევს ასეთ მძიმე განცხადებებზე საუბარი. ეს ვინც მარხულობს იმის ის მიხვდება რამდენად რთულია ამ თემას. ისინი რა თქმა უნდა ვერ მიხვდებიან ვინც რუსთაველზე დგას დღეს, მათთვის ამას არ აკადემა. ჩვენთვის მორწმუნეებისთვის ეს ძალიან მძიმეა. კი, მაგრამ ვებძვიან და ჩვენც ვებძვით. ეს მარხვა იმას არ ნიშნავს, რომ მებძვიან და პასუხს აღარ გავცემთ. აგერ ამოვიკითხავ ახლა სპეციალურად ვარ ესა მომზადებული. კარგი არის შეკითხვა და ამის მეც ვაპირებდი მაინც ამაზე საუბარს და ამის მათეს სახარებაში არის მე-17 თავში 21 სიტყვა არის. ეს მოგდგმა კი მხოლოდ ლოცვით და მარხვით განიდევნება. სამგზას ვიტყვი ახლა, რაც ჩემთვის არის მისაღები. პირველი ეს ლოცვა, მარხვა და ღმერთზე შეთხოვნა, აი როგორ თხოვდა ჩვენი წინაპარი ღმერთს მაგალითად დავით მეფსალმონი. აგე თავიდან მიყვეთ რომ გადაშლი შორს წასვლა უნდა პირველი მე-5 ფსალმონში ყოფილა მე-11 სიტყვა მაგალითად ან ლექსი აი რა ის განსაჯე ისინი ღმერთო დაეცდნენ თავიანთი ზრახვების გამო თავიანთი ცოდების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი რადგან აღზრდნენ შენს წინააღმდეგ აი ტრებზე ესე შეესთხოვს
შემდეგი ფსალმუნი 9:26 გადამსხვრე ბოროტისა და უკუღმართის მკლავი ძვლები დაამტრიებებუნება რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ ეს მაქი ვეღარ იპოვონ ის აღარ შეეძლოთ სიარულეო ვეღარც ფეხით შეძლო სიარული და ვეღარც ხელით ვერ მოძებნონ შემდეგი ფსალმუნი 16:13 აღზრდეთ უფალო წინ გადაუდექი დააჩოქე გადაარჩნით ჩემი სული ბოროტისაგან შენი מחვილით დალახრე ხო ვთხოვთ აი ეს არის ბახვარი მემდეგია შემდეგი ფსალმუნი 27:4 ბატონო მიუძღვება თავიანთი ნაქნარისაბრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუძღვებ მათ გადაახტევინე მათი დამსახურებისამებრ რაც დაიმსახურესო ის მიეწიო რა დაიმსახურეს დაჟა დაიმსახურეს და იმას თქოთ არაფერს განსაკუთრებულ ჩვენ არ ვაკეთებთ არ ვითხოვთ ფსალმუნში ასევე ფსალმუნი 30:18-19 უფალო ნუ შემარცხვენ რადგან მე შენ მოგიხმობ და ეს შეცვლენ ბოროტნი და დადუძდნენ ქვესკნელში და დამუჯდნენ ცრუბაგეები რომელიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე ქედმაღლებით და სიძულვილით აი ეს არის ვისაც ლოცვით შეუძლია არავინ არ ითხოვს ქუჩაში გამოვიდეთ შევიარავთ ვისაც არ შეუძლია შევაბისაროველი ამბობს აი გინდა კაც დაეხმარო და ამ დროს არავინ არის ვისაც უნდა დაეხმარო გინდა იქ წახვიდე მონახულო ავატყოფი და არ შეგიძლია დრო რა გაქვე გინდა წირვაზე მიხვიდე ეკლესიაში შეცვე ეკლესია ახლოს არ არის ანთელი და ანთო სანთელსაც ვერ შენი ლოცვა ხო ყოველთვის შენთან არისო ლოცვა თქვი აი თქვას ლოცვა იგივეა იგივეს მოისმენს ღმერთი და ამის მიხედვით მოგცევს იმას რასაც ვთხოვთ მეორე ესა შეხლა შემოხლაზე და შემოლაწუნებაზე რომ წივიან და კივიან აი ჩვენ ცეცხლი უნდა მოგიკიდოთ მაგრამ თქვენ ხელი არ დაგვარტყავთ თქვენ არა ბავშვები არიან ხო ბავშვები ვართ ისე იმას რო ისვრიან მაშხალებს ორ კაცს რო უკავიათ ერთს უკავია და მეორე დამეზნებით ესვრის და ხელები რო დაწვა და კიდევ მეც ზარალს რომ მიაყენებ და ეს დაცვის სისტემა ვარ ქონოდათ მოფიქრებული მადლობა რომელიც მომზადებული არიან თურმე იმათმა უნდა გესროლონ კოქტეილები გესროლონ მოლოტოვის კოქტეილები ტანკს რო წვავს ტანკს უკიდებ და ცეს რკინას და ადამიანის სხეულს რას უზავსო და შენ კიდე ხელი არ უნდა შემოარტყა აი ამაზე რას გვასწავლის საერთოდ მათ შორის ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი მათ შორის სპეცრაზმელები ბატონ დავით ამ მოლოტოვის კოქტეილიდან მიღებული დამწრობით არიან გადაყვანილი კლინიკებში სავარაუდოდ ალბათ გამოცხადდა სამინისტრო ამის შესახებ მხოლოდ ამ პროცესების შემდეგ გააკეთებს განმარტებას რამდენადაც არის ცნობილი კი აი უბედურება დამარცხდა 150-ზე მეტი პოლიციის თანამშრომელი არის აბა წარმოიდგინე 150 1 და 2 ხوار ესე მასიურად ესროდნენ კოქტეილებს კიდე ჩვენ რაც ვერ დავინახეთ ხო რაც ჩვენ ვერ დავინახეთ კიდევ და არ ვიცით ხო ეს ყველაფერი ხო ხდება ხო არ წუწუნებენ ესე ხო არ ტირიან ტელევიზიებში ხო არ გამოდიან აი რა გვიქნეს ხო არ ხდება ეს ყველაფერი და როგორ ღირსეულად და ვაშკაცურად უძლებენ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ქვეყანას იცავდნენ და ამითავად გულითფილი და ჩვენ ლოცვათ საჯამთელოთ მათთან ვეთმა ჯამთელად გვიმყოფენ ეს ადამიანები ჩვენ ვიხსენებთ კიდევაც მხედრობა და მთავრობა კი კეთილმსახური მხედრობა და მთავრობა მიშავს თავრობა იცკეთილმსახურია კიდევ ჩვენ რა გვაქვს ახლა ჩვენი ეკლესია ერთი რო წმინდა წერილზე არის დაფუძნებული მეორე რო წირვაზე არის დაფუძნებული მესამე არის გადმოცემები რაც გადმოცემით გადმოეცემა თაობიდან თაობებზე და ამის მიხედვით ეს არის იგივე ჩვენი წმენის ნაწილი მაგალითად ყველა ვიცით ჩვენ წმინდა ნიკოლოზი ო მირლი ლუკის გვიახლოვდება ნიკოლოზობა ო ნიკოლოზობა გვიახლოვდება ახლა 19-ში და იზეიმოთ ეგრესა ბარბარობა ძალიან დიდი მაგის ერთ-ერთი სხვა სასწავლებთან ერთად ბევრი სასწავლები რაც მოახდინა და ამ ბოლო პერიოდში რაც ყოველდღიურად ახდენს სასწავლებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტია ის რომ პირველ კრებაზე იყო სოფლიო კრებაზე როცა შეიკრიბნენ მართლმადიდებლები როცა დამტკიცდა აი მიიღეს რწმენის სიმბოლო, რასაც ეს დღეს ჩვენ აგვაქვს. და მან იყო ვინც ამ სიმბოლოში პირდაპირ პუნქტებად არის ესე. განსაზღვრული როგორი არის ჩვენი რწმენა, როგორი აღიარებთ ღმერთს და ჩვენ რა გვწამს, ვინ გვწამს და საით მივისწრაფით.
მოველით აღდგომას ავტორიტეტით და ცხოვრებასა მე-21 საუკუნის ამზე ვამთავრებ და იქ იყო არია ეგეთი პრესვიტერი რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა მაგალითად ჩვენებოდ შობილი და არა ქმნილი ქმნილება არ არის ეს ქრისტეზე კიდე იზღვა ქმნილება არის შექმნა ღმერთმა ანუ ადამიანური არის ნუ დემცინა ყველა იმ რაც ჩვენ წმენის სიმბოლოში გვაქვს ჩაწერილი ყველაფერი იმას ეწინააღმდეგებოდა არის ამ არიას ეშმაკი ყავდა სულში შემძვრალი და ის ეშმაკი ალაპარაკებდა ის ებრძოდა იმ ახო იცოდა როგორ უნდა ებრძოლა ქრისტესთვის რა გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა აი იყო და შემოუგლაწუნა რო შემოუგლაწუნა ხლა ყველა ეპისკოპოსები იყო და გაშენეს ხალხი და ჩამოართვეს ამას გახადეს ეპისკოპოსის შესამოსელი და ატუსაღეს წმინდა ნიკოლოზი მერე ვინც ეს გააკეთა ყველას ღამე გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და უფალი იესო ქრისტე და ეს ჩასაცმელი ჩააცვეს წმინდა ნიკოლოზს და ეს მეორე დღეს ვინც ხელმძღვანელობდა ამას შეშინებული წამოვარდა ოფში გაძვირული როგორც გადმოცემა ღვება გაიქცა მუხლებში ჩაუვარდა წმინდა ნიკოლოზს ჩააცვეს ეპისკოპოსზე და ეხლა დღეს წმინდა ნიკოლოზის ხატი ხშირად ასე წერენ ხატს წმინდა ნიკოლოზია ერთ მხარეს ღვთისმშობელია მეორე მხარეს მაცხოვარი და სწორედ ეს არის ამ გადმოცემის შემდეგ შექმნილი ხატი ანუ წმინდა ნიკოლოზმა შემოუგლაწუნა იმდენ კი არა რომ არიას ხელით კალახვა უნდოდა ეშმაკი გამოაგდო იმისგან ეშმაკი რომ გამოდევნი ასე იმარჯვებდა ჩვენი წინაპარი ყოველთვის წმინდა გიორგი რო ჩამოდიოდა ხოლმე და ომობდა ჩვენ მეომრებთან ერთად წმინდა გიორგი ადამიანს ღმერთის სახებას და ხატებას არ მოკლავს ეს გამორიცხულია შეუძლებელია წმინდანი არ კლავს ადამიანს ხო ის ეშმაკებს დევნიდა რომლებიც ჩვენი მტრის სულებში იყვნენ შემძვრალი და იმისგან ეს გაშლეგებულები გვესხმოდნენ თავს რომ გამოყრიდა ამ ეშმაკებს ერთი ქართველი მე ღმერთის სახელით 10 კაცს ერეოდა და მე პირადად საკითხული მაქვს ესპანელი მკვლევარებისა რომ ისინი წერენ ერთი ქართველი 20 კაცსაც კი ერეოდა როგორ შეიძლება 20 კაცს მოვერივე ხლა მე ეს ხო წარმოუდგენელია მარტო ღმერთის ძალით ხო რაღაც სასწაულებს გაძლევს აი ეს არის ეს გამოაგდო აი სწორედ ამის გამოყრა ჭირდება ამათ ვითომ ახალგაზრდებს ეხლა ქუჩაში რომ და ეშმაკი რო შეიუძვრათ სულში და სიმართლის გზას რო აცნეს და ხალხის და ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან შემოლაწუნება ჭირდება აი ეს მეორე გზა ვინას ამოირჩევს რომელიც გვაჩვენა წმინდა ნიკოლოზმა როგორ უნდა მოხდეს და მესამე ეხლა მას აიკითხავთ ალბათ თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თამთა იარაღთან დამოკიდებულება როგორი ქონდა ხმალთან დამოკიდებულება მაგალითად ქრისტეს ხო სულ მშვიდობას და სულ სიდინჯეს და სიყვარულს და ძმობას გადაგებდა და ჩვენს მოწაფეებს ხო უთრავა თქვენ ჩემი მონები აღარ ახართ ჩემი მეგობრები ხართ როგორ უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება ხო არ გვინდა იარაღი უნდა ეთქვა აი ვინც იარაღით შეგვებრძოლება როგორი პასუხი უნდა გავცეთ ამასაც ამოგიკითხავ ბატონიშვილო ლუკას სახარებიდან 22 თავია 36-38 სიტყვა კვლავ უთხრა მათ ამჟამად კი ვისაც აქვს ფუთა წაიღოს აგრეთვე აბგაც ხოლო ვისაც არა აქვს გააყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი ხმალი იყიდეთ რადგანაც გეუბნებით უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი ბოროტ მოქმედთა შორის შეირაცხაო რადგან ის რაც ჩემზე დაიწერა დასასრულს უახლოვდება ანუ ეს რას ნიშნავს რომ მე ჩემ თავს ვწირავ მე დაცვა აღამჭირდება თქვენი მაგრამ თქვენ თავი დაიცავით იარაღი აიღეთ მახვილი შეიძინეთ ასე აღვიქვი მე ესა მე ამჭირდება ჩემი დრო დადგა მე მივდივარ ეცოდები მოაგროვა და მიცა უფლება უწმინდური მსახურებს რომ სიკვდილით მოეკლათ აი იგივე გზა გაეარა როგორც ყველა ადამიანი გავივლით რომ ეს ცოდვები წაეღო ჯოჯოხეთში და გაეთავისუფლებინეთ ჩვენი წინაპრები ამ ცოდვებისგან იმიტომ რომ ცოდვები ამძიმებდნენ და თავისუფლები ვერ ხდებოდნენ ახლა გაუთხეს მოწაფეებმა მათ უთქვეს უფალო აჰა ორი მახვილი გახსოვს პეტრეს სოფლი დადიოდა და ყური რომ მოაჭრა მონასო ეგეთი იყო პეტრე თუ იქნებდა ხმალს მე ვინა ვარ არ მოვიქნიო ხმალი მოდი მომკალით აბა მოდი მომკალი რაღაცი მოსაკლავი ვარ აჰა ორი მახვილი ხოლო იესო უთხრა მათ საკმარისია ანუ მას არ უთქვეთ წაიტო უამრავი ხმლები და ისინი მოაგროვეთ ორი საკმარისია თავი დაიცვათ და გასაქცევი იქნება გაიგეცით
ისიც უთხრა მე. შეგაწუხებოდი, გაიქეთ სხვა ქალაქში წაიძო და სანამ თქვენ ყველა ქალაქებში შემოივლით მე მოვალ. ანუ სადაც არაჯობს გაცლაჯებსო ქართული კაცის ნათქვამი აქვს. ბოროტებას ნუ დათესო, მაგრამ თუ დაგესხენ და სხვა გზა არ აქვს, თავი უნდა დაიცვა. ამისთვის მოგცა ორი ხელი და დღეს ჩვენ სწორედ ეს პროცესი გვაქვს ბატონ და. დიახ, ეს მესამე გზა თუ გაბედავენ და ეხლა რა დარჩათ ამათ სატანის მსახურ გლობალისტებს, ვინც გარედან ამათ აკეზებენ, ესენი ხო თვითონ არაფერს არ ქმნიან თავისით. ეს გარედან მართულია მთელი ეს პროცესები, როგორც ფულით, ასევე იდეოლოგიურად. რასაც ლიბერალიზმი ქვია, ჩვენთან ხوارდაბადებულა, ის იქ დაიბადა. იქედან წამოვიდა, ხო? სხვა შორის ზაზა შათერიშვილის ფრაზა, ქართველი ლიბერალები არიან ავადმყოფები. ხო, ავადმყოფები, ავედი არიან, იყებებიან. აქედან გამომდინარე ახლა, იქედან მიღებულებულ მეთოდებას ესენი სასაყვარია. თუ იმათ ბოლონაბიჯი დარჩათ, ესეთი რევოლუციები ვერ მოაწყეს. ბოლონაბიჯი არის შევერაღებული აჯანყება მოვაწყო. შევერაღებული ცეცხლით აჯანყება, ეს დარჩათ იმ ლიბერალებს, თუ რა თქმა უნდა ტრამპი ამას არ მოუღებს ბოლოს თავისი ოცამდე. აი ნახეთ ახლა ამ ნაწილში შემოგიერთდებით აი იმ ადამიანის განცხადებით, რომლის სახელი ზაგვარის გვინდა გავიწყდეთ, გიორგი გახარია, რომელიც ღალატის ესეთ ფენომენი არის. როგორი არ უნდა იყოს, მით უმეტეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც ომონს ეძახის პოლიციის თანამშრომლებს, იმ თანამშრომლებს, რომელთა მინისტრიც იყო თავად. ის ამბობს, რომ პირველი ეტაპი აუცილებელი არის, რომ 20 იანვრამდე იყოს მიღწეული შედეგებზე იმისათვის, რომ რაღაცა პროცესები დაიძრა საქართველოში. ანუ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ტრამპი 20 იანვრამდე, ტრამპის ინაგურაციამდე არის მათი მხრიდან დაგეგმილი, მათ შორის შეიარაღებული აჯანყება საქართველოში. ნუ ეს მე ვთქვი იმათ ტვინში რო შევძრე. გლობალისტების ტვინში, რაც რა თქმა უნდა იმათ სურდათ და გარკვეულ მზადებასაც აკეთებდნენ ამისთვის. გარკვეული ინფორმაციებით, რომ როგორ თავიანთ დივერსანტები ყავთ გამზადებული და რაღაც ცდილობები ჰქონდათ, მაგრამ ამას უკვე ვეღარ გააკეთებენ. ეს უკვე დღეს შეუძლებელია. შეუძლებელია ამის გაკეთება. იმიტომ რომ იმათ თვითონ კარგათაც იციან, ეს ცადეს არ გამოვიდათ ერთხელ ცადეს გაზაფხულზე აღდგომის წინ, ეხლა მეორედ ცადეს უწყვეტად ცდილობაში არიან და არაფერი არ გამოსდით. და თვითონვე ხორცმუნდებიან, რომ აი ერთი მუჭა ხალხი ვართ და ვერ გვერევიან, იმიტომ რომ ღმერთია ჩვენთან და ჩვენ ვართ ღმერთთან, რაც თავარია. ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა. შეუძლებელია, შეუძლებელს ვერ გააკეთებენ და ეს კიდევ უკან დაუბრუნდებათ და რა მოყვება ამას, რომ თავთავიანთ ქვეყნებში აღდგებიან ხალხები და იმათ მიწის ქვეშ მოძებნიან და დაჟჯიან. და დაჟჯა კიდევ როგორ იციან იმათმა კადაფი მეხვარდა მიჟია, იმათმა დასჯეს, ხო, ის საზღვრობა, რაც კადაფის გაუკეთეს. კიდაც იგივე სადამ ხუსეინს იმათმა დასჯეს. აგერ ცოტა იქით აზიაში რო გადავიაროთ. ახლა თქვენ შეიძლება არ გახსოვდეთ, მაგრამ შეიძლება გქონდეთ ნანახი ის კადრები ირანში რომ მოხდა, აიათოლა ხომენიმ რო გადატრიალება მოაწყო და როგორ დასაჯეს ხალხი, გაქვთ ნანახი? ძალიან ძიმედ ბატონ დავით. ამ წეკრანებზე ჩამოკიდეს ქალაქებში და მთელი ქალაქი უყურებდა ამას მთელი კვირის განმავლობაში. აი რა საშინელი სასჯელი მიუსაჯეს. აი დამარხვის უფლებაც კი არ მიცეს. აი როგორ დაჟაიციან ზოგიერთ ქვეყნებში ხალხმა. ეხლა ხო წავიკითხეთ ეს ჩვენი მზაობა ეს არის. იარავი დაჭირდება. იარავიც ვიცით სიტყვის თქმა არის დრო და სიტყვასაც ვამბობთ ადამიანსაც და ღმერთსაც ველაპარაკებით და შემოლაწუნება უნდა და შემოლაწუნებაც ვიცით. ანუ ყველაფერი ვიცით. ეხლა მოდი ისა ვთქვათ, ეხლა ზოგიერთმა ალბათ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოთ, რომ ჩვენ თვითქოს რაღაც აგრესიას გამოვხატოთ, არა აგრესია. არ გამოვხატოთ. ჭეშმარიტება რასაც თქვენ საუბრობთ. აი ჩვენ მოქმედების ჩადენილ ქმედებებს მოგიყვებით. ეხლა ვინც არიცით. მათ შორის არც თქვენ არიცით და არც თქვენ ახლა ცოტა ვინმე მიცის. როდესაც 2012 წელს დამთავრდა არჩევნები ქართული ოცნების და მე ვიტყოდი ჩვენი გამარჯვებით, ხალხის გამარჯვებით. სამეგრელოში ზუგდიდში ხდებოდა ესეთი რაღაცები. იქ იყვნენ მაშინ თუ გახსოვთ მამა ახალაია და ძმები ახალაიები, ხო? ამბობქდა ზუგდიდელი ხალხი გატანჯული ამ ახალაიებისგან და განსაკუთრებით მამა ახალაიასგან და წამოვიდნენ და ითხოვდნენ ლინჩის წესს. გახსოვს ეს? სახთან მიადგნენ, დიახ. მიადგნენ რომელიო დემონსტრაციები იყო საშინელი. რა გავაკეთეთ ჩვენ? მე პირადად. მე ვთხოვე მამაშიოს
რუსთაველს. ჩემი მოძღვარია და მეგობარიც არის, მეგობრობთ. მამაშიოსთან ერთად დავდიოდით მთელი 2012 წელი. აღარ ძალიან საინტერესოს მოყვებით. შეკვეთილ წირვებს ვატარებდით. მაგალითად რუსთავში ჩავატარეთ შეკვეთილი წირვა. სვეტი ცხოველში არჩევნების დღეს დილით ადრე ჩავატარეთ შეკვეთილი წირვა. მთელი მრევლი წავედით რუსთავის ეკლესიიდან. და სვეტი ცხოველში სვეტთან ჩავატარეთ ეს წირვა. სადაც წირვები ჩავატარეთ 72%-ით მოიგო ქართული ოცნება არჩევნები იმ რაიონებში. აი ჩავჯექით ჩემ მანქანაში მე და მამაშიო კიდევ პროფოდიას კეთევანიც და კიდევ ერთი ორი მრევლის წერვის. რამდენი ჩავედით? ერთ მანქანაში რამდენი ჩავედით? ჩავედით ზუგდიდში, ლახერნის სახელობის ტაძარში, აი მუზეუმის ეზოში რომ არის. იქ ჩავატარეთ წირვა. შვიდობისთვის, შვიდობა შეგვენაჩუნებია, მამაშიოსთვის არ მithქვია. მიზანი რა იყო, მაგრამ ისიც მაინც შევშვეტელი მამა უარი. აფხაზეთიდან და სხვათა შორის. აფხაზეთიდან გამოსული. მაშინ მე მიხვდა, ახლა ეს გადასარჩენად მივდივართ და კი მეთქი ახლა ეს გადასარჩენად მივდივართ და ვისაც ახსოვს, ჩაცხრა ხალხი უცებ. ყოველგვარი მითითებებების და დევნის და იმის გარეშე. ანუ ჩვენ ზრუნავთ მშვიდობისთვის. ეხლაც არჩევნების პერიოდში სამგან ჩავატარეთ წირვა. ეხლა ფეხით წამოვედით სვეტის ცხოვლიდან თბილისამდე სამების ტაძარში მშვიდობისთვის ერთ დღეში ჩამოვედით. რომ მივახლოდით სამების ტაძარს, მამაოება დაგვირეკეს იქიდან და გვეუბნებიან რომ დავით სადახარ 4 საათს სავალზე ვარ დაგჭა კიდე. აუ პატრიარქი მოვა 15 წუთში. დავყარეთ ჩვენ ყველაფერი ზედმეტი პარკი მოვიცილეთ, მივატოვეთ და გამოვიქეცით. მოუმატეთ უფრო სიჩქარეს. ახლა აფხელაგზე გამოვლილი გვაქვს. მეტრო წერეთელთან ვიყავით და მივირბინეთ. 15 წუთის მერე მოვიდა პატრიარქი. და პატრიარქი თურმე წასულა დილით ჯვარზე. ულოცია იქ მშვიდობისთვის ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად საღამოს ლოცვას დაესწრო და მეორე დღეს ჩვენ უკვე შეკვეთილი წირვა ჰქონდა. ეს მამაო მეუბნებიან რომ წელიწადზე მეტია პატრიარქი არ მოსულა. რაღაცა სწავლი მოხდა, რომ დღეს მოვიდა. არც ველოდით არაფერი. აი დროულად მივედით. ანუ ღმერთმა შევახვედრე ერთად. მე მეორე დღეს შევიყვანეს წინ საკურთხეველში ჩვენმა მამაოებმა დაღათვალიერების აი აქ შიგნით სამების შიგნით საკურთხეველში. ახლა იმდენად უჩვეულო იყო ეს მომენტი. ასევე ჩავაბარეთ ჩვენ ფეხიცვლა და შეკვეთილი წირვა ლაგოდეხში. აზერბაიჯანის საზღვრიდან ლაგოდეხამდე და ასევე აფხაზეთში გადასასვლელი ხიდი როა. ენგურზე ხო, არა, იქეთ კიდე უფრო, რა ქვია იმ სოფელს დამოვიწყე. შამგუნა? ჰა? შამგუნასკენ? ხო, საიდანაც ზუგდიდიდან საიდანაც გადადიან, ხო. აი იქ ჩავედით, დავდით კიდე აქ ჩვენთან. ჩვენთან დევს საერთოდ. პირდაპირ ჩავდით, პირდაპირ მე ხო შემილია ჩემი ტელეფონით შევიდე. ვახსი, პირდაპირ გავაგიქედა ჩამოვედი ზუგდიდში, აი ნახეთ. ზუგდიდშიაც როგორ დამთავრდეს ყველა შვიდად და თან როგორი უპირატესობით, ყველა გაოცებულია. ნიშნავს იქ სადაც ღმერთის ხელია. ხო, სადაც ღმერთია, იქ ყველაფერი ასე. იქ სიყვარულია. იქ სიყვარულია. და იქ უკვე მოქცევა ხდება ხალხისა, ხალხი ხვდებიან, გონება უნათდებათ და სიკეთის გზაზე დგებიან. აი ეს არის ჩვენი გზა, ჩვენ არ ვებძვით, ჩვენ არ დავსაჯეთ ახალაია ის რომელიც არ პირიქით ვილოცეთ რომ ხალხი არ ჩაედინეს აქციელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ პატრონები. ღმერთმა ჩვენ მოგცე ეს ქვეყანა. მოდი განმარტოთ. დრო გვაქვს კიდე ხوار გამივართ წინ. მოდი განმარტოთ ვინ ვართ ჩვენ ქართველები. ხო? მოგვაინტერესებს ვინა ვართ. მოდი ჯერ ავიღოთ და ჩამოვაყალიბოთ. მე პატრიაში პაგალკარ მაგ და ჩავიხედავ აქ, იმიტომ რომ მოგაბრაზდები ხოლმე მახსენდება და მე მავიწოდება. აი პირველ რიგში, აი როგორ უნდა გავმარტოთ? ერი როგორ უნდა გაიმარტოს, ხო? აი როგორ უნდა განიმარტოს ერი? და იქიდან გამომდინარე, რა უნდა ავიღოთ საფუძვლად, რის საფუძველზედაც ვაკეთებთ განმარტებას. ესე იგი, დავიწყოთ აქედან, ხო? როგაჩნდა ადამიანი დედამიწაზე რო გააჩინა ღმერთმა მიცა დედამიწა და კანონები მიცა, ხო? ღმერთის კანონი. პირველი კანონი რომელია? ვინაყოფიერეთ და იმრავლეთო. ანუ ვინაყოფიერეთ რას ნიშნავს? ყოფას ნიშნავს, ხო? ყოფას. ნაყოფიერი შრომით, ანუ ნაყოფი მიიღეთ. და გამრავლეთ და დაიმკვიდრეთ მთელი ქვეყანაო. ეს არის, ესე იგი, აქედან მოდის პირველი განმარტება, ესე იგი ღმერთმა მოგცა მიწა
რომელზედაც უნდა ვინაყოფიერებთ და ღმერთმა მოგცა რა საფუძველი გასამრავლებლად ოჯახი. ვითაც სადაც უნდა გამრავლდეთ. აი პასუხი მას LGBT კაცი კაცთან და ქალი ქალთან. როდესაც უნდა გამრავლდეთ კაცი კაცთან და ქალი ქალთან, ხო? შეუძლებელია. ეგრევე არ ღვევენ. აი ჩვენ სად ვდგევართ? ჩვენ ვდგევართ ამაზე, რომ ღმერთმა მოგცა ეს მიწა. ერთადერთი ერი ვართ სამყაროში. ვისაც არსად არ მისულა და არ დაუპყრია მიწა. გამოვიდა აქ ნოეს კიდობანი, გამოვედით ჩვენ ამ ნოეს კიდობანიდან, იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენ საქმე ეს არის ჩვენი სამშობლო. უბრალოდ ახლა აბრიეს ერთმანეთში და ზოგი იქით გაიქცა, ზოგი იქით გამოიქცა, ზოგი სოხუმიდან გამოვიქეცით, ზოგი ცხინვალიდან გამოვიქეცით, ზოგი პირიქით იქით რუსეთში გავიქეცით, ზოგი ევროპაში გავიქეცით. აბრდაბერიეს ჩვენ ცხოვრება არ გვაცლიან დალაგებულად ცხოვრება, მაგრამ ჩვენა ვართ ამ სამყაროს სულიერი ცენტრი და აქამდე მივართ ახლა ჩვენ ამ განმარტებით რაც მე გავიგე. ანუ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ღმერთმა მოგცა მიწა და ამიტომ ვიყვარს ეს მიწა, რასაც იბერია ქვია, ღვთისმშობლის დარქმეული სახელი. ღმერთმა მოგცა ოჯახი, ამიტომ ვიცავთ ამ ოჯახის გასამრავლებლად. კანონით მოგცა, ამიტომ ვიცავთ თავდადებით. აი შე რო თქვი რომ იმან დამწვარი ხელებით ეკავა ფარი ხელში. საკუთარ ოჯახს იცავდა ის, თავის მიწა-წყალს იცავდა, თავის ქვეყანას იცავდა. თავრობას კი არ იცავს ისეგაც, თავრობა რა შუაში, ის თავის თავს იცავდა, თავის ქვეყანას იცავდა, თავის ხალხს. ამიტომ ის დამწვარი ხელებით იცავდა, თორე ესე ეხლა უცებ გამახსენდა ქრისტეს სიტყვები არის, რომ ძნელათო ვინმე შეძლებსო მართალისთვის რომ მოგდესო. მაგრამ კეთილისთვის მოგდებაო. სიკეთის გამკეთებლისთვის მოგდებაო. სიმართლის კეთებლისთვის ვერ მოგდებაო. ანუ სიმართლე მართვა არის, ხო, მთავრობას ნიშნავს. მართალისთვის ძნელად რომ მოგდება, მაგრამ სიკეთისთვის მოგდება და ეს კაცი ამ სიკეთეს იცავდა, თავის მიწა-წყალს იცავდა, თავის ოჯახს იცავდა. ხო ესეა, ხო ეთანხმებით ამაში. რა თქმა უნდა. მოდი ახლა გავაგრძელოთ. ანუ ესა ვარ ჩვენ, ღმერთმა მოგცა ეს მიწა, სადაც ვდგევართ. ამ კავკასიაში გეოგრაფიულად რო ვთქვათ და ღმერთმა მოგცა ოჯახი, ესე იგი ვართ ქართველები, ღმერთისგან მოცემული მიწა ნაბოძები და ოჯახის მოყვარული და დამცველები. ხო არის ესა ჩვენი. შემდეგ გადავიდეთ ახლა ამაზე. ახლა გადავიდეთ კიდევ ნახო გამოვძვერით. საგდენად რა ავიღოთ. ნოეს სიტყვები. ნოემ დალოცა იაფეტი და სემი და დაწყევლა ქამის მოდგმა. იმიტომ რომ ქამმა შეურაცხო ოჯახი. ღმერთმა რაც გითხრა, გამრავლდით ოჯახი, მაგრამ ოჯახი მამა შეურაცხო. დაარღვია ღმერთის კანონი, ამიტომ იმისი მონაგარი დაწყევლა. ეხლა ჩვენ გავსაჯოთ, ვისი მოდგმები ვართ ჩვენა. აი, როგორ გამიგია მე და შენ. მოდგმა ვისი ვარ? ვისი მოდგმა ვართ? ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ იაფეტის მოდგმა და ჩვენ შორის არის სემის მოდგმა. ხამის მოდგმა ვარო, ვინმე ამბობს? არავის არ უთქვია. გადმოცემით ვიცით ესა და ამის ხარდასაჭერად დავასაბუთო ახლა მე ვიტყვი ორი ძირითადი ტომისგან შევდგებით ჩვენა. ეს არის მესხები და ვანები. ეს მოდის იაფეტის შვილებიდან, მეშიახიდან და იავანიდან. იავანიდან წამოვიდა ვანები, მაგალითად ვანები ან და ვანახები. მაგალითად თუში ეს ახლა შორს წაგვიყვანს და მოდი არ გავაგრძელებთ, თორე ძალიან გაგვიგრძელდება. ეს ორი ძირითადი ტომია, რომელიც ჩვენ ვის რომელზედაც დგას დანარჩენები. ესენი არიან, იგივე მესხები არიან, მეშიახის მოდგმა არიან, მაგალითად ლაზები და ლაზი იმიტომ დაერქვათ, რომ ლაზი სიტყვა ნიშნავს ღმერთის მოყვარულს. მეგრელი მარგალს და ამბობელს, მომვლელს და ასე წამოვიდა ეს. ნელინა განვითარდა, მაგრამ მოდი ამას სხვა დროს შევეხოთ და გავაგრძელოთ. ანუ ჩვენ აქედან რა ავიღოთ ახლა? ვართ იაფეტის და სემის მოდგმა. კანონში ვინც არიან? ვინც დალოცვილია მამამთავარ ნოეს მიერ. ანუ დაწყებული ხამების მოდგმა ჩვენში არ არის. მარტო თუ შემოგვეპარებიან ხოლმე. თუ ვინმე შეცდება, ან გაყვება, ან მოიყვანს. ახლა გადავადგეთ შემდეგი ნაბიჯი და მოდი კიდევ რა ავიღოთ საფუძვლად, იცი? ჩვენ ხო მოქმედებთ ახლა, ხო? ინაყოფიერეთ და გამრავლდით, ანუ მოქმედებაში ადამიანი. ძილში არ უნდა იყოს, უნდა იმოქმედოს. რა გააკეთა ნოემ? რა წერია პირველი, რო გამოვიდა კიდობნიდან, პირველი რა გააკეთა? პირველი გააკეთა საკურთხეველი და სვეტლის შესწირა ღმერთს. ანუ ჩვენი მოქმედება უნდა იყოს, როგორ ვემსახურებით ღმერთს. ჭეშმარიტ ღმერთს ვემსახურებით თუ გზიდან აცდენილები ვართ. ჩვენი მსახურება როგორია? მართლმადიდებლური ქრისტიანული მსახურება. ანუ ჩვენ ქართულის განმარტებას მიემატა იაფეტის და სემის მოდგმა
მიწაწყლის პატრონი, რომელიც ღმერთმა მოგცა კავკასიაში, კიდე რა იყო რა ვთქვით? ოჯახის დამცველი, სიწმინდეების დამცველი, არ საყრდენი ღმერთის მორწმუნე და მოყვარული მართლმადიდებლური ქრისტიანული წესით და კიდევ რა გვაკლია? ხო. ეხლა ყველაფერ ამას ჩვენ ხომ მეტყველებთ, ენა გვაქვს. რომელი ენა არის ესა? ღმერთისგან მოცემული ძირი ენა, რომელსაც ერთადერთს ქვია მსოფლიოში დედა ენა. იმიტომ კი არა, ჩემი და შენი დედიკოს ენა არის. იმიტომ რომ ყველა ენების დედა ენაა. ეხლა ამის დასამოწმებლად მე მოვიყვარ მაგალითს, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ამოკითხული, ესეთი ნაცია არის, nation მგონი. ახლა ინგლისური მე კარგად არ ვიცი. ნუ დამცინებთ იმაში გამოთქმებში. ქართულიც არ ვიცი კარგად, იმერული ვიცი კარგად. ხო და აი 2001 წლის გამოცემა იყო მგონი ნოემბრისა, სადაც ეწერა ესეთი რამე, რომ ოკლენდის უნივერსიტეტში ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი. ანუ კვლევა უпростоრად ექსპერიმენტი რა შუაში ექსპერიმენტი გამახსენდა რომ საფუძვლად აიღეს მოლეკულური ფილოგენეზი ქვია ესეთი რაღაცა რომ შეისწავლო მცენარის წარმომავლობა რომელიც ჯიშიდან წამოვიდა რომ ვიზე დაამყნეს სად განვითარდა როგორ დაიმტვერა აი აიღებენ ანათალს მიკროსკოპში ჩადებენ საწყის მონაცემებად ამ მიკროსკოპულ მონაცემებს აიღებენ მე მათემატიკური პროგრამა არის შედგენილი რომელიც ითვლის ძირ მცენარის საიდანაც ეს წამოვიდა აი ეს პროგრამა აიღეს შეიყვანეს 87 ეგრეთ წოდებული ინდო-ევროპული ენა ამოთვალეს აქედან ძირი ამოთვალეს და გამოთვალა ამ პროგრამამ და ალბათ ვიხდებით რომელი ენა თქვა რა თქვა უნდა ქართული არა ქართული ახლა მე და თქვენ რო ახლა ვლაპარაკობთ ეს არის ლინგვისტების ჩვენი ქართული ლინგვისტების ენაზე რო თქვა სპარსიზებული ქართული ენა ძირი ენა თქვა ლაზურია ძირი ენა ეს არის ძირი ენა რომელზედაც ლაპარაკობდა ჩვენი წინაპარი ეს ქართული როდის შეიცვალა რამე ეს სხვა თემის საუბარია ნუ გავყვებით ამას ანუ ეს დამალტკიცებლად იმისა აი რომ ჩვენი ენა ესეც ღმერთისგან მოცემული შენარჩუნებული გვაქვს ეთყობა კიდობანში ეს საუბრობდნენ ჩვენი წინაპრები ახლა მე დიდი ყური რომ ხორეს და ჩამაყოფია იქ ნოეს დროში მოვისმენდი ისე ლაზური ხანდახან მესმის სახში მეც მეუღლე ძალიან ლამაზი ენა სხვათა შორის ლაზი ყავს კოლხი მეგრელი საუკეთესო ქართველი. კი ბატონო, სხვათა შორის ლაზური ძალიან ლამაზი ენაა, ძალიან მიყვარს ეს ენა, მაგრამ ბატონ დავით. ხოლო იესო იტყოდა, მამაო მიუტევე, ამათ რამე თუ არიციან, რასა იქმან. ეს არის ლუკას სახარება. 23 და 24 თავია. ეს ძალიან მიყვარს ეს ნაწილი. ახლა ამ კითხვას ჩემი ეს რა ფრაზა რატომ ვახსენე, ახლა რამ გამოხსენა. კუბო რომელიც იქნა მიტანილი ჩვენი მთელი გადაცემა სწორედ იმ ადამიანებზე არის ეს მიძღვნილი ვინ დგას დღეს რეალურად რუსთაველის გამსერზე. კუბო რომელიც იყო მიტანილი, მასზე იყო გამოსახული მაცხოვარი. დავამედის რომ ეს არ არის მაცხოვარი არ იყო, მაგრამ ეხლა ცხადია, ყველა ფაქტით დასტურდება რომ ეს არის მაცხოვრის ხატი გამოსახული ამ კუბოზე. რა იყო ეს მაცხოვრის ხატის დაწვა? შემდეგ იყო შექმნეს ტორტი, ასევე კუბოთი, რომელსაც ქართული ოცნების ის იყო, ესე ვთქვათ, დროშა გამოსახული თუ ესე ელბემა. ამას შემდეგ მოყვა ბატონ დავით ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მამაშალვასთან მივართ და მოღალატეებო გამოდით. ასევე განცხადებები რას აკეთებს საპატრიარქო სად არის საპატრიარქო აკეთებს განცხადებებს საპატრიარქო აკეთებს განმარტებებს უწმინდეს მაგა აკეთა გავრცელა განცხადება მაგრამ ადამიანებს რომელსაც არ უყვარს ამის მოსვენა და წაკითხვა მათთვის რა თქმა უნდა ეს კითხვა ყოველთვის იქნება აქტუალური სად არის საპატრიარქო წაიკითხე ნახე აკეთებენ განმარტებას განცხადებას ქაშუეთის ტაძარი მიმდებარე ტერიტორია არის შებილწული მოდით ასე პირდაპირ შეიძლება ითქვას ეგ ძალიან მძიმე ვითარება არის მე არ მინდა ეხლა დავკონკრეტდე რას აკეთებენ იქ აქციის მონაწილეები ასევე რაღაც რიტუალების ჩატარება რუსთაველზე სწორედ ეს ყველაფერი ქაშუეთის წინ ხდება
აი გვაქვს ჩვენი სახარება ლუკა სახარება, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ მიუტევე მათ, იმიტომ რომ არ იციან რას ჩადიანო. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო დავით, რა იყო ეს კუბოს დაწვის ცერემონია? ესეც არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ მას თავის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰქონდა შეხება არქივებთან და პირდაპირ ასკვნის ამბობს, რომ ეს პროცესები და რაც ახლა ხდება პირდაპირ კავშირში არის სატანისტური მოვლენები გამოდის წინა პლანზეო, ამბობს ის ამტკიცებს ამას იმ არქივებით, რომელიც არსებობს უსაფრთხოების სამსახურში. თქვენ როგორ ფიქრობთ? მიუტევეთ ეს ძალიან მარტივია მიუტევე თითქოს მზად ხარ, მაგრამ სადღაც მაინც არ ხარ მზად. კი. მართალია ეგ ქრისტეს სიტყვებია. რა თქმა უნდა. მიტევება რას ნიშნავს? მამაუჩვენოდან არის ეგ სიტყვები, ხო? პირველი რაც კითხეს, როგორ ვილოცოთ და მამაუჩვენო უთხრა. მამაუჩვენო ეგ შვილი რაღაც არის მამაუჩვენოში, რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინე სუფევა შენი, იყავ ნებაი შენი, ვითარ დაშინე ეგრეცა ქვეყანასაზე. პური ჩვენი არსობისა მოვე ჩვენ დღეს და მომიტევე ჩვენ თანანადები ჩვენი. ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან. გავჩერდეთ აქ და შემოყვანე ჩვენ გასასწრა რა გვიხსა ჩვენ ბოროტისა და აი ეს დამთავრდა. ნამდვილად ბოროტის გამოგდა. შვიდზე მიტევება რას ნიშნავს? მიტევებ ამით იწყება ადამიანის სიყვარულის გაღვივება ერთმანეთში, ხო? მიტევება ნიშნავს, რომ დამიტოვებ ჩემი ცოდვა, ნუ მომთხოვ პასუხს. ანუ პასუხი არ მოთხოვ. სწორად ბრძანე ამ წუთას, რომ ჩვენ რა ვქნათო. ახლა მე მირონი არ ჩამომდის სახეზე, ამიტომ მე პასუხს ვითხოვ და გამოვხატე კიდეც. უნდა დასაჯელი, უნდა დაისაჯოს. მაგრამ ჩვენ არ მოექცევით ისე როგორც კადაფის მოექცენის დიდი დემოკრატები დასავლეთური, არ მოექცევით ისე როგორც მოექცნენ სადამ ჰუსეინს, როგორც ასევე ის დიდი დასავლეთური დემოკრატები მოექცნენ, ლიბერალები და ასე შემდეგ და მაგრამ დასაჯელი უნდა დაისაჯოს და ეს დაჟის ფორმაც ვთქვით. რაც შეეხება საქციელს, რომ ესენი არიან აი ამ არარაობა არსებების კუდის ქიცინი კუდიანები არიან, ხო? ჭინკები არიან და კუდს უკიცინებენ თავის ბრძანებელს უწმინდურს სატანას, რომ ვითომ რაღაც რიტუალებს ატარებენ. ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ. ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ, მაგათი ეს ქმედებები ჩხიბაობენ, მე ალბათ იმასაც არჭობენ ნემსებსაც ალბათ, ხო? რაღაც ვედროა გამოტანილი და რაღაც რიტუალს ატარებენ. ახლა ეს ამით რატო რა კარგია რა ემდება ეს ჩვენ მომზადებული ვართ არა რა დავჯექით და პირდაპირ ვსაუბროთ ეხლა მე ხო მოვყევი ვინ არის ქართველი ანუ წმენა ეს არის მთავარი ქართველი ქრისტეს გარეშე ქართველი არ არის რა თქმა უნდა ნახევრად ქართველია შეიძლება ჩამოვლება კონდეს სემის იაფეტის მაგრამ ვინც ოჯახის სიწმინდეს არ იცავს ანუ ღმერთის წესს არ იცავს და ვინც მართლმადიდებლური ქრისტიანული წესი არ დგას ის ნახევარი ქართველია შეიძლება ძალიან გული დაწდეს ჩვენ მუსულმან ძმებს აჭარაში რო არიან მაგრამ ნახევარი ქართველები არიან ჩემთვის ესე არის ამხელა მაგალითი აქვს წინ ქრისტიანობის ბრძოლის და თავისუფლება მიეცა თავისუფალი არჩევანი და კიდე სხვა გზაზე დარჩნენ ნუ ესე იგი ნახევარი ქართველები არიან მე იმათ როგორც სულ ქართველს ვერ ვაღიარებ ვერ მივიღებ იმიტომ რომ სისრული არ არის ამ ადამიანებმა დღეს რო ქუჩაში დგანან გამსისაძაგლეებს ჩადიან ეს ისაძაგლეა საძაგლობა არის ეს მათმა თვითონ უარი თქვეს ქართველობაზე ჩვენი მეთაურები რო ამბობენ უსამშობლოები არიან ზუსტად ამბობენ წმენით ამბობენ ამას მართალს ამბობენ ესენი უსამშობლოები სამშობლოზე თქვეს უარი ხო გამოვარდეთ ახლა ქართველი ვინ არის სამშობლოცა ოღონდ ღმერთის მსახურებაა პირველი ამათმა ღმერთის შეურაცხყვეს ეკლესიაში მღვდელს მიუვარდნენ ხალხს ლანძღავენ ქართველობაზე თქვეს უარი ამ დროს პირფერობენ და ქართველების სახელით გამოდიან და ამ ქართველობაზე უარის მთქმელ ხალხის ნათქვამს კვერს უკრავს საფრანგეთის პრეზიდენტი იმის უარის დამავის და სხვათაშორ როგორ მაკრონი ემანუელ მაკრონი ნახე რა როგორ დაცინიან ღმერთს ემანუელი იცი რას ნიშნავს სიტყვა ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს დაარქვის ემანუელი იქ სახარებაში წერია ემანუელ მაკრონი LGBT აქტივისტი მხარდამჭერი იმათი ხო
ამ LGBT აქტივისტების რევოლუციას უჭერს მხარს და მე მოძღვრავს ჩვენისთანა ხალხს მოძღვრავს მოდი ჩვენთან იქონიოს საქმე და თუ შეუძლია ჩვენთან დაждდეს და ილაპარაკოს აი მეორე რო შევხედოთ ახლა ამათმა უცებ გამახსენდა ჩვენი მეთაურები ხო ამბობენ რომ აი უსამშობლოები არიან თქვენ თუ შეგიმჩნევიათ რომ როგორ ლამაზად და დალაგებულად და სამართლიანად და სწორი სიტყვა პასუხით მეტყველებენ დღეს აი ეს სამი ადამიანი დინარაძეც პაპუაშვილიც და ირაკლიც კობახიძე ხო ხო ისაც პირადად ვიცნობ ის სახელებიც მახს ხო აქამდე ხო არ იყო ხოლმე ესე კარგად ეხლა რატომ მოხდა ესე რა ამაც ლაპარაკი ისწავლეს ლაპარაკის მეტი რა იცის ეხლა იგივე მდინარაძემ ხო მამუკამ კაცი ადვოკატი იყო ლექციებს კითხულობდა ეხლა ლაპარაკი ყოველთვის იცოდა მაგრამ დღეს ნახეთ როგორ კარგად რატომ ლაპარაკობს ეგრე იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობს ეს ერთი და იმიტომ რომ წვენით ლაპარაკობს ეს მეორე აი ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან დღევანდელ გმირობაში ჩადიან ესენი ამას გმირობა ქვია რა არის გმირობა ვინ არის გმირი გმირია ეს ადამიანი რომელიც თავის თავს უარყოფს და ღმერთის მოსაწონს საქმეს აკეთებს აი ეს არის გმირის განმარტება უარყე შენი თავი და გააკეთე ღმერთის მოსაწონს ახლა შორის ჩაგეკითხებით ბატონ დავით ჩვენ ხო ვიცით ჩემი კოლეგები მაგალითად აი თქვენ აპრილის მოვლენები ახსენეთ და სხვა შორის აი რო ეხა რომ ჩავფიქრდი ყოველთვის აღდგომის მარხვის პერიოდში იწყება აი როგორც თქვენ ბრძანებთ აი ამ ჭინკების გამოსვლა ქუჩაში და შობის მარხვის წინ ეს ორი ძალიან დიდი და ჩვენ მარხულობთ წინარებინა ისე თავგესხმიან კი ბატონო და მაშინ იყო ინიციატივა როგორი რომ გამოიყვანეთ პატრიარქი, გაპარსეთ პატრიარქი, დაიჭირეთ პატრიარქი, დახადეთ ანაფორას ასულერო პირებს. თქვენ არ ხართ იმის ღირსი რომ გეცვათ ასულე სამუსი. წარმოიდგინეთ, ამას ამბობს ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ და ხმას არიღებდნენ იმ ძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩაედინა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს მეგულისხმობ გარეჯის ნაწილში. კი, რა თქმა უნდა. ეგრე არის. ეხლა რომელი ნაწილმა გაგაოცა, თამთა ჟურნალისტების მხრიდან გაგიგვირდა ეს თუ საზოგადოების, აი არტისტების მხრიდან, მსახიობების მხრიდან, რომლებიც გამოდიან და კიდევ დღესაც იდგანან, რომელიც ვთქვათ. ესენი არიან ჩემთვის ასე რომ ვთქვათ, ეს ჯაშუშების სისტემა. მოდი ვთქვათ ახლა როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჯაშუშებთან. არის სხვადასხვა ფორმა ჯაშუშობის, ხო? არიან გავლენის აგენტებს უძახიან და ალამაზეს ახლა სიტყვა რომ ჯაშუში არ ვთქვათ. უკავი ვთქვათ აგენტი, გავალამაზოთ. რა არის ამაში გასალამაზებელი? როცა ეს შენი ქვეყანაში დაბადებული გაზრდილი კაცი ის მოღალატეა. ის უბრალოდ ჯაშუში არ არის და ალბათ ერთადერთი შემთხვევაა როცა ის უნდა დაისაჯოს სიკვდილით, იმიტომ რომ ქვეყნის ღალატი ეს მთელი ხალხის ღალატია. ამას უკვე ვეღარც კი მოინანიო, როგორ უნდა მოინანიო? მე რომ მოვინანიო ჩემი პიროვნების წინაშე, იმას უნდა ვთხოვო ჯერ შენდობა, მიტევება, მერე შენდობა, მერე პატიება და მერე შეურიგდე. აი ეს თანმიმდევრობა უნდა ავაწყო, ხო? რას მიტევება რას ნიშნავს, ხო თქვით, დაუტოვოთ, პასუხი არ მოვთხოვოთ. შენდობა რას ნიშნავს? შენი ნდობა. ანუ ვთხოვოთ, რომ მოდი ჩემი ნდობა გაგიჩნდა, მენდე, ხო? აღარ გავაკეთებ აწი ამას. არ მომთხოვო პასუხი აწი ამას არ გავაკეთებ. მე ვთხოვ პატიებას. პატივი დამდეო. ანუ უკვე სიყვარულისკენ არის ნაბიჯი გადადგმული, საპატიო გამხადეო. ცოტა წარმოუდგენელია ეს ამ ნაბიჯზე ის ჯგუფი წავიდეს და პატიებას თხოვონ იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც ესე აყენებენ ხო, ნუ რა პატიება უნდა თხოვო, ჯერ შენდობასაც არ ითხოვენ ესენი, ჯერ მიტევებასაც კი არ ითხოვენ. ჯერ საწყის მიტევებას. ხო, იმასაც აი ერთადერთი და ხელი არ გვახლოთ. ჩვენ უნდა დაგწვა, თქვენ ხელი არ დაგვარდო, როგორ ბავშვები გაგვილახეთ. მე საკუთარი შვილისთვის მომეწმია და იმ ეშმაკის წილხვედ მსახური ხალხის შვილები რა რამე ესეთი ბარიერი არის ესეთი როგორ ფიქრობთ ეს განსაცდელი საქართველოში რა ამ სახით გადაცემის დასასრულისკენ რო წავიდეთ ჩვენ ისეთ განსაცდელში არ შეგვიყვას ღმერთი ვისი თავის გართმევაც არ შეგვიძლია საერთოდ ესე არის ადამიანს იმაზე მეც ტვირთს არ აკიდებ ეხლა ვირს აკრემის ტვირთი რო აკიდო შეიჩოქება და მოგდება ხო ამიტომ ადამიანმა თუ იცის შესაფერი სიტვირთის აკიდება იგივე ვირზე ხო ჩვენ ადამიანებზე რომელსაც
სახარებაში ღმერთები ხართ თქვენო, ღმერთები ხართ. ანგელოზზე მეტად შექმნა ღმერთმა. იმაზე მეტად დაგვაყენა. როგორ აკიდებს უფრო მეტ ტვირს, ვისი გაწევად შეგვიძლია. ეს არაფერი არ არის. ჩვენ უნდა გავხალისდეთ ამით. აი კიდევ ერთი ბრძოლა მოვიგეთ. მარხვაში ძალიან კარგი. უფრო გამარჯვებულად და გახარებულად შევხვდებით ქრისტეს შობის დღესასწაულს. აი ეს არის ჩვენი გზა. რა თქმა უნდა, ვერ დაგვძლევს ვერავინ, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთთან ვართ, ღმერთს არ ვატოვებთ. და ყველაფერი ვიცით, ღმერთის კანონს მიყვებით. ლოცვაც ვასწავლეთ, ჩვენი სიკეთეს ვასწავლეთ, ჩვენი მიმტევებლობაც ვაჩვენეთ ხომ და ისიც გამოვთქვით, რომ თუ ზედმეტი ბრძოლა დაგჭირდა იარაღით ხელში, მაგით შეგვიძლია, მაგით ნებადართული გვაქვს, მაგით ნაკურთხია. სხვათა შორის, მაშინაც აი 37-იან წლების საუბრობს დღეს რადიკალური ოპოზიცია, რომ აი ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუწყო 37-იანი წლები მომუშავოს, როდესაც მიუვარდნენ. მაშინ სწორედ ასე დაიწყო. სხვას კი არაფერს არ აკეთებდნენ. ისინი გაპარსეთ ტროცკის მიმდევრები რა იყო ტროცკის იდეოლოგია. რა იყო ტროცკის იდეოლოგია? მე ნაკლებად მიყვარს ხოლმე ესეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ტროცკის იდეოლოგიაც ეს იყო. სასულიერო პირები გაგრიჭეთ, გახადეთ ანაფორა, დაიხუროს ეკლესიები. ეს მოწოდებები ზუსტად რაღაცნაირად აი თუ ედი შერგვენეტაძეს უყვარს ეს ფრაზა ისტორია არის სპირალი მეორდებაო და ზუსტად იგივე სიტუაცია არის ძალიან მარტივად შეიძლება ამის დანახვა რომ მაშინაც სწორედ ეს ხდება და აი ეს შეფასებებს როდესაც აკეთებენ ტროცკისტები არიან ის ვინც დღეს რუსთაველზე დგას ისინი არიან ტროცკისტები ეს ედი შერგვენეტაძეს აქვს სხვა შორის ეს ნათქვამი ძალიან გავს მათი იდეოლოგია და ტროცკისტული იდეოლოგია ასე იყო შემდგომ რაღაც გამახსენე მორიგჯერად. აი LGBT თემა ხო დავარქვით ამ LGBT აქტივისტების რევოლუცია. LGBT თემა აკრძალული იყო მეფის რუსეთის დროს და ვინ აკრძალა თუ იცი პეტრე პირველმა. კი ბატონო. ჯერ ჯარში აკრძალა პეტრე პირველმა ეს იმიტომ რომ ევროპაში იყო აკრძალული გერმანიის ჯარში. ხოთა შორის ტრამპიც იგივე ნაბიჯზე მიდის ახლა ხედავ. აი შეხედე ისტორიის განმეორებაზე რაღაცა გამახსენდა არ ვიტყვი. მე რომ მოხდა რევოლუცია ტროცკისტებმა სწორედ ეს გააუქმეს ეს კანონი და დაუშვეს და ორგიებს აწყობდნენ და კომუნები აწყეს და რაღაც საშინელებებს ჩადებდნენ. შემდეგ ხო შეიქმნა ჩეკა ჩერეზვიჩაინაი კამისია აი უსაფრთხოების სამსახურის წინამორბედი რასაც მე კგბ დაერქვა ნკვდ კგბ ესეთ განვითარება ქონდა უსაფრთხოების სამსახური ქვია დღეს ამის წინამორბედი ხო შეიქმნა ის ადამიანები ყოველთვის ამრეზით უყურებდნენ ამ LGBT აქტივისტებს ზიზღით უყურებდნენ და თვალყურს ადევნებდნენ და არაცილებდნენ თვალყურს მე მოხდა ესეთი ისტორია იყო ეგეთი კაცი იაგოდა, მგონი NKVD-ს უფროსი იყო მაშინ. სანამ რეპრესიები დაიწყებოდა, ეს დაახლოებით ხდება ალბათ 1923 წელს. დააკეთა, ხო უთვალთვალებდნენ ამ LGBT, აი როგორ ხდება მოვლენები. ხო უთვალთვალებდნენ ამათ. ფალყურის ქვეშ ხო ყავდა უსაფრთხოების სამსახურს და აღმოაჩინეს ეს ყველა იყვნენ აგენტები. დაჯაშუშებულები ყავდათ გარე ძალებს და ამათი დახმარებით ცდილობდნენ კონტრრევოლუციის მოწყობას. ანუ ეს თემა ესეთი გაუბედურებული და გაუყმართებული ხალხი ყოველთვის ხდება საზღვარგარეთის დაზვერვის ლოკმა. დაჯაშუშებულები ხდებიან. დაწერეს ეს მოხსენება შეადგინა იაგოდამ, მიუტანა სტალინს და სტალინმა მიცა თანხმობა და 33 წელში აიკრძალა მამათმავლობა მე მგონი დანარჩენი მათი არ იყო ის აღარ მახსოვს ახლა ეს კანონი როგორ არის ატომაც რომ ახსოვდეს ხო მაგრამ აკრძალული იყო და ამ ნიშნით უკვე უყენებდნენ ხოლმე მანად ბრალდებას კიდე დამატებდნენ რომ ესენი იყვნენ ჯაშუშები სხვა ქვეყნისა და ამ ნიშნით შეყარეს ციხეში მათ შორის ფარაჯანოვი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ციხეში ჩვენი რეჟისორი რა იყო ცნობილი რეჟისორი ხო სოფლიო ანუ ეს ხალხი ყოველთვის ხდებიან აგენტურის გავლენის საზღვარგარეთის აგენტურის გავლენის ხო და თვითონაც ხდებიან ჯაშუშები და აი აწყობენ კიდეც დღეს შეეცადნენ უბრალოდ LGBT რევოლუციის მოწყობას. რაც საქართველოში არ გამოვა მით უმეტეს ქაშვეთის წმინდა ტაძრის წინ ეს ამბავი არაფერ ვერ საკუთარ თავს შებრალავენ და მოდი ბოლოში აქ ვარამ ჩემ ბოლოში პავლოკასაც წავიკითხავ.
ფსალმუნი 59:16-22. ბოლოს კი უთხრა ღმერთმა, რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობაო. ჩემ კანონებს, აი ესენი ხო იძახიან, ვითომ ვიღაცე მივდივართ ლოცულობთ ქაშვეთში, რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობაო. შენ ხომ გძულს დარიგება და უკულ მოისროლე ჩემი სიტყვები. როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი და გარყვნილებთან გაქვს წილი. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს. დაჯდები და შენს ძმაზე, აი დანარჩენ ქართველებზე, ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი. ღმერთი ეუბნება, გეგონა რომ მეც შენსავით ვარ. გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. ჩაოფიქრდით ამას ღმერთის დავიწყებლებო. თორემ მოგსრავთ და ვერავინ გიშველით. აბადონა, ფსალმუნი 1500 წლის წინ არის, რა 1500, 2000 იმის მერე გავიდა, დაბადება ქრისტეს შობამდე, იმდენი ხნით წინ არის დაწერილი და არაფერი არ იცვლება. ადამიანი რაც იყო ისევ ისრჩება, ეს ცოდები მეორდება. იმიტომ რომ ეშმაკს არ ძინავს, ჯოჯოხეთში ჯერ არ შემიგდია, ჩვენ არ შევაგდებთ, ღმერთი განსჯის თვითონ მასე და შეაგდებს, ხო შეგვიდა 1000 წლით იქნებაო თავიდან შეგდებული, ჯერ არ შეგდებულა. უწმინდური სადანა ჯოჯოხეთში, ამიტომ ის თავის ბინძურ საქმეს აკეთებს, თავის მსახურები ყავს, აი გამოიყვანა ქუჩაში, აყვირებს, აღებებს. ჩვენ მარხულობთ, ემზადებით დღესასწაულისთვის, ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის, ესენი კიდევ აწყობენ რევოლუციას, გადატრიალებას. შეეცადნენ მოეწყოთ, არაფერი არ გამოუვიდა. ამიტომ ჩვენ მიმართოთ ახლა აი როგორ მოეხმაროთ ჩვენს მთავრობას. ჩვენ მიმართოთ გარეძალებს, განსაკუთრებით ტრამპს, მართალია ჯერ არ შესულა თეთრ სახლში, მაგრამ საკმარისი ერთი სიტყვა თქვას რომ და იმისი სიტყვით აი ეს არარაობა ხალხი ქუჩაში რო ყაყანებს დღეს და რაღაცებს ცდილობენ, ეგრევე გაქრებიან როგორც გაზაფხულის თოვლი. იმიტომ რომ ესენი არ სულად გარედან მმართველი, ამათ არანაირი შინაგანი მმართველობა არ აქვს. ესენი არიან გარედან მმართველები. კი ბატონო. ესენი არიან მართლმადიდებელი ქრისტიანობის მტრების მსახურები. აქედან გამომდინარე ქართველი ერის მტრები. მტრები დგანან დღეს ქართველი ერის მტრები და დგანან დღეს ქუჩაში და იძახიან ქართველი ხალხის სახელით მიმართავთ ვიღაც გარეძალებს. და რაც ყველაზე თავარია, როთი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. მოდით ასე ვთქვათ, ეს კიდე ძალუკეთება. ხო, იქ სათავეში კიდე ვინ დგას? ჯერ არ ვიტყვით მაგის დახას, თუმცა მე ერთ რო ჩავწერე ამას იმათ ვთქვი ბოლოში. დიახ. არ მინდა შენთან დასრებით გავიმეორო, მანდილოსანი და ჩვენი საყვარელი დახარ, იმის სალანძღავი სიტყვები არ შეგვეფერება მით უმეტეს. ჩვენ ქალებს არ ვებზვით, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. მაგასთან დაკავშირებით რომ ეს ადამიანი, ვის დღეს პრეზიდენტია ითვლება, უკვე დამთავრდა იმისი არჩევანი იყო. ნახე როგორი სახელი აქვს, მაგის სახელი მახსოვს სალომეა. სალომეა ხო ვიცი ვინც იყო მირომცხებელი დედების შორის იყო. მირომცხებელი დედის სახელი აქვს და ებრძვის ქართველ ერს და ყუნის გარყვნილებას ქადაგებს. აუცილებლად ციხეში უნდა ჩაჯდეს სააკაშვილის გვერდით. მე ძალიან გამიხარდება თუ ეგ არ წავა აქედან, მაგას ახლა შეუძლია გაიქცეს ამ პერიოდში, სანამ ჯერ კიდევ არავინ არ გამოეკიდება. როდის თავდება 29-ში. 29-მდე შეუძლია გაიქცეს, ხელი დაგვიქნიოს და დაგვემალოს. მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ აქ დარჩება. და მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, მოვაგროვეთ მაგაზე ხმებს, ხალხს დავესაუბრებით და ავწევთ წინ დაუდგებით ამ საზოგადოებას, რომ აქ ციხეში ჩაჯდეს, როგორც ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის მტერი ისე გასამართლდეს. იმიტომ რომ მე პირადად ესე ვთვლი. მიჩვენოს და დავუკვირდეთ. ფიქრობს ესე რომ ჩემი ბოლოს სიტყვა ეს აქედან იქნება. ყოველგვარ ლაზვაგინების გარეშე ჩვენი წესი არ არის. დასაფუძვლებულად, საფუძვლიანად ყველა ჩვენი ქრისტიანული წესით, კანონით, ქართული ღირსებით მოვითხოვთ
მაგის ციხეში გამწესებას. ძალიან ბევრი გიჭერთ ამ მოწოდებაში თქვენ ბატონ დავით ხარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თვლის რომ სალომე ზურაბიშვილმა უღალატა სამშობლო, სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხო საქართველოს კონსტიტუცია, მთავარი კანონი, შესაბამისად მან უნდა აგოს კანონი, პასუხი კანონის წინაშე. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც მაგალითად ვეტო დაადო იგივე თუნდაც ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს, რომლის გაწევასაც დღესაც ითხოვს დასავლეთი, თუ კი ამას ხელისუფლება გააკეთებს, ისინი მზად არიან აღიარონ საპარლამენტო არჩევნები როგორც ლეგიტიმური. ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, ერთ-ერთი ფორმა, რა თქმა უნდა, ბატონ დავით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის, სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენ ვნახოთ ერთად, დავაკვირდეთ ამ პროცესებს, რამდენად შეძლებს ეს რადიკალური ძალა ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციას და მიზნის მიღწევას და რამდენად გამოვა ხელისუფლება სტაბილურად და სიმშვიდით ამ ვითარებიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვერ ვეტყვით რომ ასეა. ყველაზე რთული ის არის რომ ეს ხდება ამ დიდი მარხვის პერიოდში, უმძიმესი განსაცდელით დაიწყო ქრისტეშობის მარხვა საქართველოსთვის. ასე მოხდა სამწუხაროდ 90-იან წლებში, სწორედ მაშინაც ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიასთან იდგა კიტოვანის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელმაც ესროლა მთავრობის სასახლეს. დღეს სამწუხაროდ საბედნიეროდ ასეთი ვითარება არ გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთული ვითარება. იმედია ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება იქნას თავიდან დაცილებული და როგორც ბატონმა დავითმა ბრძანა, სიხარულით შევხვდეთ ქრისტეს შობას. ერთ მომენტს ვიტყოდი თამთა კიდევ სანამ დავასრულებთ. მოდი ჩვენ ეს პარალელები არ გამოგვადგება კიტოვანის დროზე. რატომ? მაშინ ჩვენ არავინ არაფერი არ ვიცოდით. ჩვენ ვიყავით დაცული დიდი ქვეყნისგან, რომელსაც ეკო საბჭოთა კავშირი და ბუს ვერ აგვიფრინდა. თელ სოფლიოს მართავდა საბჭოთა კავშირი, გავლენები ჰქონდა ყველგან. ამიტომ ჩვენ ვიტყობთ უდერდელად, კახურად ვთქვათ, არ ხეინავ ცხოვრობდით, არაფერი არ ვიცოდით რა ხდებოდა. ამიტომ გარეგალებმა მოვახვიეს თავზე და დღეს სხვა სიტუაციაა. დღეს ჩვენ უკვე ყველაფერი გვესმის, ცოტაა ხალხი ვისაც არ ესმის რა ხდება რეალურად. საიდან მოდის ეს უბედურება. ამიტომ შედარებას აზრი არ აქვს. მაშინ უცოდინებით მოვახვიეს თავზე, დღეს ჩვენ შეგნებულად ვეწინააღმდეგებით ამას. ამიტომ ჩვენ კი არ დავაკვირდებით და ისე გარედან ყურებლები კი არ ვიქნებით. ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩამული, ერთი ჩვენი სიტყვა პასუხით და მეორე მზაობით თუ ძალა არ ეყოფა ჩვენს დამცველ ორგანოებს, ჩვენს მთავრობას, ხელმძღვანელებს, ჩვენ დავუდგებით იმას გვერდში ფიზიკურადაც, გარდა სულიერისა. აი ეს არის ჩვენი მზაობა. რადიკალიზაციას ვეღარ შეძლებს, ეს დამთავრებული, ეს გადავლილი არის უკვე. ეს იყო ამათი ბოლო გაფართხალება. და დამთავრდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ეხლა ჭიმავენ ამ ყველაფერს, თვითონ ელოდებიან ბრძანებას გარე ძალებისგან. ჩვენ ერთადერთი დაგვჭა გასაკეთებელი, რომ გარე ძალებმა მიცენ ამათ ბრძანება, რომ მოცილდნენ ქუჩას და დაამთავრონ ეს ჭაჭყანი. რომ არ გაგვიხდნენ ისევ დასაჯელები. უფრო მეტად ვინმე ჩვენ ვაპირებთ მაგათ დასჯას. თუ უფრო მეტად გვაიძულებენ დასაჯოთ, აქ აღმოიფხვრება გარეძალების აგენტურა, გარეძალები დარჩებიან თავიანთი აგენტურის გარეშე, თავიდან მოუწევთ აგენტების ძებნა და ეს გამოიწვევს მართლა ურთიერთობის გაწყვეტას. კიდევ ერთი მომენტი, რაც დამავიწყდა, ვერ მოვასწარით უბრალოდ გეთქვა, რა არის ჩვენი ქართული ერის დანიშნულება. ჩვენი ქართული ერის დანიშნულება არის, რომ ჩვენ რომ დგევართ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო კაცობრიობა, მუდმივად რომ დგევართ. ჩვენ ავართ შემაერთებელი აი იმ საწყისთან, აი იაფეთის სემის მოდგმასთან, კანონში რომელიც არის. ჩვენი დანიშნულება არის, ეს გზა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოში, ვინც არიან გაფართულები, ჩვენგან წასულები. აი იგივე ევროპელები რო იძახენ ევროპა, აი ყველა ევროპელს, ყველა ამერიკელს ვაჩვენოთ ეს გზა, შემაერთებელი ღმერთთან. ამიტომ იმის ზახილო ჩვენ იმათთან გავწყვეტავთ ურთიერთობა აღარ გვინდა, ეს არის მოგონილი ტყუილი, არ არსებობს ესეთი რამ. არასდროს არ გავწყვეტავთ. ეს ნიშნავს ჩვენ ჩვენი თავი მოვკლათ. ჩვენ უარყოთ ის ჩვენი დანიშნულება რაც არის, ანუ ეს ერთ შევაერთოთ ერთმანეთთან ეს გზები, ჩვენი გზები. ჩვენგან წასული ხალხისა და ჩვენ რომ დამკვიდრებული აქ ყოფნი ხალხის გზები შევაერთოთ და ამით ღმერთ შევუერთეთ. ეს ჩვენი ცხოვრების წესია. აი ხო ხედავ ქართველი შემგვიებელია ყველასთან, არავის არ ვებძით. უამრავი ხალხი, ჯურის ხალხი ცხოვრობს ჩვენთან და არავისთან არანაირი კონფლიქტი არ ქონია. მარტო ერთმანეთს დავცხებთ ხოლმე. ძმა-ძმას. აი ამაში ოსტატები ვართ. კი ბატონო, ეს სხვებს ხელს არ ვახლეთ, იმიტომ რომ პირიქით იმას ვცდილობთ სიკეთე გავუკეთოთ. აი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეს, რომ საუკეთესო
სტუმარს მიცეს კაცმა სახლიდან. ეს მარტო აი ჩვენსას იაფეტის სემის მოდმას ქართველი ერის დამახასიათებელი. ესაა ჩვენი დანიშნულება. ამიტომ ეს მოგონილი ტყუილით, მორიგი მოგონილი ტყუილით იგონებენ, რომ აი ვითომ ჩვენ გავწყვიტავთ მარტო რუსეთთან ვიქნებით და გავწყვიტავთ ურთიერთობას ევროპასთან. არც ევროპასთან გავწყვიტავთ ურთიერთობას, არც აფრიკასთან, არც არაბებთან, არც რუსებთან, არც სპარსებთან, არავისთან. ეს არ არის ჩვენი წესი, გავწყვიტოთ ურთიერთობა და გავყაროთ აქედან ვიღაცები. არა ვარ ჩვენ ამის. პირიქით, ჩვენი ფუნქცია სხვა არის და ჩვენი წესიც კიდე სხვა არის. ჩვენ გულზაბულოს გვაქვს სტუმართ მასპინძელი. არაჩვეულებრივი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, დღევანდელი ეთერისთვის და დავაკვირდეთ ერთად როგორ განვითარდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარია და გვაქვს ჩვენ ვემზადებით ქრისტეშობის დასახვედრად, ზეიმისთვის, ვემზადებით ამ დღესასწაულისთვის და იმედია, რომ შვიდობით შევხვდებით ქრისტეშობას და რა თქმა უნდა გამარჯვებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შვიდობით და გამარჯვებით შევხვდეთ და ვიზეიმებთ ქრისტეშობა, რომელიც ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ დღესასწაულს. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო დავით ხარაიძე. მე სამშაბათამდე 4 შაბათამდე გემშვიდობებით და რაც თავარია, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.